კვალიფიკაცია მაქვს რეჟისორი ვეღარ ვიქნები, უნდა დავუბრუნდე. ეგენი გვინდა რომ მოვყვა. მაგებზე გვინდა ლაპარაკი. მოვყევი, მოიც ერთი რამე მინდა. ვდგევარ და ესე იგი ეს ისა და უკვე გამოუშვეს ჩემი ესე იგი ზნაჩოკი ეგეთი ისა. რა ქვია, რობინზონა და ნანა ჯორჯაძე. და მაქს ისა დღიური 12 ფრანკი მომწეს. 12 ფრანკი რა არის, იცი? ერთი პატარა ჭიქა ყავა ღირს 15 ფრანკი. და 12 ფრანკი მაქვს და ეს ჩემი ეს რაღაც ეს ისა იმისავით მედალიონჩიკია თუ რაღაცა ღირს 40 ფრანკი. და ვიფიქრე ხა მაშინ ტელეფონები არ იყო რომ ხა გადავუღო და ფოტო მაინც მქონდეს და ვდგევარ ესე და ვტკბები კაიგე. უყურებ და უცებ აი აქ უგნიდან მესმის. Что, хочешь купить денег? Нет, да? მივტრიალდი ნიკიტა მიხელკოვიძეს. არც ძმაკაცი არც მეგობარი არა. ანიეთ მეთქი არაფერი არ მეთქი რაღაც. არა, ისე ვდგევარ მეთქი. ვიცი რაც გაქვს. ამოიღო და 200 ფრანკი ჩამიდო ჯიბეში. მე გამოვეკიდი, არა მე ვთხარი. და ისეთი ნაბიჯები წავი და ვერ დავეცი. ახლა აი ამას ვერ დაუვიწყებ, მაგრამ მაშინ ადამიანი იყო, გაიგე. ეხლა აღარ მე რას გეუბნები, როგორ იცვლებიან ადამიანები რა? აი როგორ რაღაც თავის გარემო, სხვა გარემოში რო ხდებიან, რო ავიწყდებათ ვინ არიან, რა არიან, რო ადამიანები არიან და მარტო კარიერაზე და იმაზე რო ფიქრობენ, ფულზე და თავის იმაზე ჯიბეზე, არა, აი რამხელა გარდატეხა ხდება მათ ადამიანურ იმაში. ეხლა მაგალითად მე არ მივესალმები, არც ხდება ეხლა, არც ვარ იქ რუსეთში და რაღაც, მაგრამ უბრალოდ რო შემხდეს, გადავალ მეორე მხარეს, გაიგე? არა და აი ამ ესეთი ჟესტი როგორ დაუვიწყვა რა? ხო, ნამდვილად. და ისე იცნობ კარგად და რაღაც მე არა, ვიცნობდი, როგორ არ ვიცნობდი, მაგრამ ნუ არც მაგრამ რა იყო, არც მithოვია. ის კი არ არის, რომ შემხედა და უთხარი, რომ ხო ზურგიდან მომადგა, გაიგე და მითხრა. აი ეს მომენტია და ნუ ხო, მაგრამ ისე ვამბობ, ეხლა იმაზე გამახსენდა წუბკიანზე კაცო 1001 რეცეპტზე, შვიდი წყნარი ისეთი მორიდებული, ისეთი გოგონა ვიფიქრე რა კაი გოგო, რა კაი ბავშვი. კაი ბავშვია, ცივი ბავშვია. ნუ კარგი, მოკლედ. მოკლედ შეგვიძლია დავიწყოთ. ვაგრძელებთ პოდკასტების სერიას, მეოთხე კედელი ტრადიციული წამყვანებით, მე ლევან აბდუშელიშვილი და ბატონი კოტეჩლაიძე, რიგით მე-9 ეპიზოდს ვწერთ და თავიდანვე რო არ გამოგვრჩეს აუცილებლად თქვათ, რომ უნდა გამოგვიწეროთ. გამოიწერეთ არხი მეოთხე კედელი YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და ეს მე ახლა გავიგე. ძალიან გთხოვთ ყველას გამოგვიწერეთ. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო ხშირად ჩავწეროთ პოდკასტები და ახლა უნდა გადავიდეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმართან. ძალიან საინტერესო სტუმართან, ყველასთვის საყვარელ ქართველ ლეგენდარულ კინორეჟისორთან ვიტყოდი, ნანა ჯორჯაძეა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. ლეგენდარული სტუმარი, პალიცებული, ესა ახლა მე რა უნდა ვქნა გავწილხდე შემწხვეს, როგორ უნდა მოვიქცე ახლა. კარგი. რაც არის იმას ვამბობთ ნამდვილად. მე მოვხვდი დღეს ჩემს მეგობრებთან. მიუხედავად იმისა, რომ ასაკში ნუ ისეთი დიდი განსხვავება, რომ მე ციფრების დასახელებაც კი არ მინდა, იმიტომ რომ საშინელებაა ციფრები, მაგრამ მე მაინც მეგობრებად გთვლით, იმიტომ რომ და თუ თქვენს მიგულებთ, ძალიან მადლობელი ვიყავ. ჩვენ გვაერთიანებს საერთო სიყვარული, რაც არის კინო და რა თქმა უნდა ამაზე გვინდა ძირითადად საუბარი, მაგრამ მე მინდა დასაწყისს ქრონოლოგიურად მინდა მივყვეთ ყველაფერს თქვენი საინტერესო კარიერიდან გამომდინარე, თქვენ პირველი პროფესიით ხართ არქიტექტორი, ხო? არქიტექტურის განათლება გაქვთ და აი პირველი ნაბიჯები რო გითხრათ, როგორ მოხვდით კინოში, ასევე თქვათ მაყურებს თქვენ ხართ თეატრალური უნივერსიტეტის პირველი გამოშვების კინო რეჟისორი. პირველი რითიც ძალიან ვამაყობ. კი ბატონო, მოგვიყევით როგორ მოხვდით კინოში. საერთოდ რა არის, მე უნდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაც ბედი მწყავლობს და რაღაც კარგი ისეთი ძალიან კარგი ანგელოზი მყავს. ისეთ საინტერესო ადამიანებს ვხვდები მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. და მიუხედავად და არ აქვს იმას მნიშვნელობა, მე როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები,
შორდებით, ისე ვერთდებით, ისე ეხლა მაგალითად სამხატვრო აკადემიაში რო ჩავაბარე, ეს იყო ჯერ ერთი ჩემთვის ისა, იცით, სამხატვრო აკადემია ჩემთვის იყო რაღაც ხრამ. ხო და თან პედაგოგი ყავს ოთარ ჯაყელი, აბსოლუტურად ლეგენდარული კაცი, რომელიც საფრანგეთიდან ისიც იყო ჩამოვიდა და პირდაპირ ჩვენ კურსზე მოვიდა და რომელთანაც ძალიან სასაცილო ისტორია მოხდა. მაშინ კულტურის საბჭოთა კავშირს გიყვებით, ეს საბჭოთა კავშირი. ხო და ჯაყელი რო ჩამოვიდა და არ დაიჭირეს, უცნაურია, არ ვიცი. არ დაიჭირეს, იმიტომ რომ ჯაყელმა ჩამოიყვანა შვილები, 3 შვილი, ცოლი ჩამოვიდა და პერიოდი იყო რაღაც. ხო, ეგ პერიოდი იყო, როცა შეიძლებოდა და თქვა, ჩემი ქართველი ბავშვები საქართველოში უნდა გაიზარდნენ. ხო და ვარ და ბატონი აპოლონი საოცარი კაცი იყო რა, ძალიან ნიჭიერი, ძალიან ლაღი, ძალიან თავისუფალი და ძალიან დიდი დიპლომატი. ანუ აპოლონ ქუთათელაძე რექტორი სამხატვრო აკადემიის. ხო და ჩამოიყვანა პირდაპირ მოიყვანა ბატონი ოთარი და საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი ამ დროს ფურცევა. ხო და ჩამოვიდა თბილისში, პირდაპირ ჩვენ კურსზე შემოაგრიალეს ეს ქალბატონი ფურცევა, ატარებენ აკადემიაში და აპოლონი ეუბნება. ეხლა რუსულად უთხრა, მაგრამ მე ქართულად გეტყვით რა. აი ბატონი ოთარი ჯაყელი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საფრანგეთში გაატარა და ეხლა აი ჩამოვიდა საქართველოში. ესე იგი გამოშტერდა და ჩამოვიდა. აი იმას გულისხმობდა, რომ ბატონი თერი მოგვიბრუნდა. აჭერიებს ჩემთან. ხო და მაგრამ ბატონ ოთართან მეგობრობდით, მე თავის სახელოსნოში ამიყვანა და უცებ ხედავ რომ და ვმუშაობდი გიპროგორსტროიში უკვე ბატონ ოთართან მეორე კურსიდან და საოცარი, აი მეგობარი იყო რა. მთელი მისი ოჯახი, ქალბატონი ეთერი, პიანისტი, კონსერვატორიაში, 3 შვილი, ფანტასტიკური ბავშვები და ძალიან, ლადო მესხიშვილი და არჩილ ქურდიანი მიკითხავდნენ, ფანტასტიკური ისინი რა, ლექტორები რა, მთელი სამხატვრო აკადემია მაშინ მხატვრებით და მოკლედ იხსნება უცებ იხსნება სარეჟისორო, მაგრამ მე რეჟისორობა ყოველთვის მინდოდა. რეჟისორობა მინდოდა. ეს რომელი წელია უკაცრავად, რომელ წელს გაიხსნა? 74 წელს. 1974 წელს. წარმოგიდგენიათ რა ციფრებს იმას ვასახელებ? მაგრამ ვარ ჯერ საიდან დამეწყო რეჟისურაზე. ვარ 13 წლის გამოვიდა ეკრანებზე ფილმი სანამ ჩემთან ხარ. მთავარ როლში ოტო ფიშერი და მარია შელი. ოტო ფიშერი შავსათვალეებში. ფილმია ფანტასტიკური, ლამაზი მამაკაცი, რეჟისორს თამაშობს და ფილმია გადაღებაზე რა. და მე შატალო მქონდა ორშაბათი და ხუთშაბათი, იმიტომ რომ ახალი კინოები გამოდიოდა და წარმოიდგინეთ, აი სწავლობდი, მაშინ პლეხანოვი ერქვა, ახლა აღმაშენებელზე. აი აღმაშენებელი, აი რო დაიწყო, აი იქიდან რა, მთავარი პოსტიდან რა, რო დაიწყო, მაშინ მთავარი პოსტი იყო, ახლა რესტორანია. ხო და აი იქიდან რო დაიწყო და აი აპოლოს ჩათვლით 9 კინოთეატრი იყო. სუ კინოთეატრები იყო და ესე იგი ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს ახალი ფილმები გადიოდა და რასაკვირველია შატალოზე დავდიოდით და ნუ რა 15-20 კაპიკი ღირდა ბილეთი დილისიონსები, 2 ფილმს ნახავდი, მოვიდოდი სახლში, არც ვმალავდი, მიჭერდნენ, მსჯიდნენ, სკოლიდან სკოლაში, კლასიდან კლასში გადავყავდი. ნუ ვერაფერს ვერ მიშვებოდნენ, ვეუბნებოდი რა ქნა, მაგრამ კარგად ვსწავლობდი, მაინც მედალზე დავამთავრე და ამიტომ ნუ ვსწავლობდი და ნუ კინო იყო და ვუყურებ ამ ფილმს სანამ ჩემთან ხარ და ზის ეს ოტო ფიშერი შავი სათვალეებით და მთელი ჯგუფი გადაღება რაღაც და აი ეს მინდა რომ ვიღო თქვი რა. ხო და ნუ მაგრამ მე ესე იგი სარეჟისორო არ იყო, მოსკოვში იყო მარტო ვგიკი. რასაკვირველი არავინ 16 წლისას მე იქ არ გამიშვებდა და ნუ მოკლედ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში.
ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, დავამთავრე სამხატვრო აკადემია და ჩავაბარე ასპირანტურაში მოსკოვში, ვარ უკვე პირველ კურსზე და პრაქტიკულად მზათა მაქვს უკვე დისერტაცია რა, ქალაქმშენებლობაზე და გაიხსნა 74 წელს. ყველაფერს მივაგდე, მოვაგდე, გადავაგდე, დამავიწყდე და ვაბარებ. ეხლა გამოცდებზე არ მოგიყვებით, იმიტომ რომ ეს ცალკე ნოველაა და ძალიან გამიგრძელდება. მაგრამ მოვხდი თენგიზ აბულაძის და ირაკლი კვირიკაძის კურსზე. ბატონი თენგიზი მოვიდა პირველ დღეს. 7 ვართ. ეს არის ნანა ჯანელიძე, გოგიტა ჭყონია, რამაზ გიორგობიანი, თემურ ბაბლუანი, ზურიკო ინაშვილი, გურამ პეტრიაშვილი და ხო, ეს ცალკე პოემა იყო. გურამ პეტრიაშვილი მე იმაში დუელში გამოვიწვიე, ხო. და რამაზ გიორგობიანი რეჟისურაზე, დიახ. და აი 7 ესე ვზივართ და როგორები ვართ, იცი, აი მოკლე რეჟისორები ვართ და რა, ნუ პირველები ვართ, ესე იგი ჩავაბარეთ. აი ყველანია ესეთი უკვე ესებზე. ბატონი თენგიზი დაჭდა ესე. ესე სათვალე გაიგეთა. ეს შეგვეთვალია რა, აქედან იქიდან და თქვა. აი თქვენგან ერთი მაინც თუ გამოვა რეჟისორი, ბედნიერი ვიქნები. ხვალზე ხართ რა სახელები და გვარები ჩამოვთვალე. კი ბატონო. ყველა გამოვიდა. ესე იგი მოკლედ მე ყველაზე მნიშვნელოვანი რა გგონიათ ბავშვებო, ახალგაზრდებო, ყველას დამთავრებული გვაქვს უკვე რაღაცა. ისე არ იყო, არაგინ არ იყო სკოლიდან. ნანა იყო ჯანელიძე. არა, ნანა მუსიკალური ტექნიკუმიდან იყო. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მე რომ ვკითხოთ, რომ რაღაც პროფესიიდან რომ ვიკითხოთ. ყველა რაღაც პროფესიებიდან ვიყავით. მე და გოგიტა ვიყავით არქიტექტორები, ესე იგი ნანიკო იყო მუსიკალური ტექნიკუმიდან, რამაზ გიორგობიანი პროფესიონალი მსახიობი იყო, თემურ ბაბლუანს რაღაც არ ვიცი, ვერ გეტყვი რა, მაგრამ ის ძალიან დიდი ბიოგრაფიით უკვე ბიოგრაფიის მატარებელი იყო და გურამ პეტრიაშვილის უნივერსიტეტი მათემატიკოსი იყო. ხო და აი ესე იმას ვქენით რა, ჩავაბარეთ ყველა მასე და ვართ და აბა ახალგაზრდებო, როგორ გონიათ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორისთვის საბჭოთა კავშირში? რომ კინო გადაიღოთ. ნუ დავიწყეთ ფანტაზია, განათლება, წიგნები, ესა, ისა, ესა. არა. ყველაზე მაგრად უნდა ისწავლოთ ტყუილი. როგორ ცენზურის როგორ უნდა მოატყუოთ საბჭოთა კავშირის ცენზურას. მე მგონი დღემდე ძალიან აქტუალურია რა. კი, ეს დაბრუნდა ნამდვილად. ეხლა რა არის, იცით, ნუ რა ხო ციკლებია რაღაცნაირი ეტყობა და ესე იგი ციკლი დაბრუნდა, მაგრამ რა არის, იცით, რაღაც ძალიან საბჭოთა კავშირში მოვხდით ისევ, ეხლა ასე მგონია. ეგრეა. ისე მაგ დროს თუ საუბრობდნენ ბოდიში შეგაწყვეტენ ამ ეზოპეს ენაზე ეგრეთ წოდებული რომელსაც ეზოპეს ენაზე ყველა სულ ეზოპეს ერქვა რომ სულ ეზოპეს ენა გვეკერა ყველას პირზე რომ ყველამ უნდა ფილმი ეზოპეს ენაზე გადავიღოთ და ეზოპეს ენაზე. მაშინ მოგვიყავით თქვა თქვენი პირველი ფილმი. არა, ესე იგი ჩემი პირველი ფილმი როგორ სასწავლოდან, ნუ სასწავლო სტუდიაში. ჯერ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ესე იგი სასწავლო სტუდია იყო აღჭურვილი აბსოლუტურად კამერებით, ფირით, ლაბორატორიით და ჩვენ გვქონდა საშუალება ყოველ კურსზე, ნუ ყოველ კურსზე არა, იმიტომ რომ პირველი წელი სპექტაკლები იყო, მეორე კურსი და დავიწყეთ ფილმების გადაღება და სტუდენტობის დროს 3 ფილმი გადავიღე, ტრიო. ატლანტი და სოპოტ, მოგზაურობა სოპოტში. რა მაინტერესებს მაგ პერიოდში, ანუ რამდენი კაცი, ანუ თქვენი ჯგუფი იყო და პარალელურად ყავდა? პარალელურად იყო ლანა ღოღობერიძე და ომარ გვასალია. ხო, ისინიც ერთად ვიყავით. ერთდროულად ჩავა, ესე იგი, ერთად ვიყავით სულ. იდ პრაქტიკულად მარტო აი, როდესაც მაესტროებთან გქონდა ლექციები, თორე დანარჩენი ყველა საგნები გქონდა
პარალელურად მე ერთი ეზო გქონდა სასწავლო სტუდია იყო ძველ კინოსტუდიაში მაშინ ძველ კინოსტუდიას ვეძახდით აღმაშენებელზე რა და იქ იყო სასწავლო სტუდია და იქ ვიყავით მთელ დღე იქ იყო პატარა ბაღი ისეთი ისა ხო და იქ ვიკრიბებოდით ამ ლექციებს შორის და იყო ისეთი იცით რა სახში წასვლა არ გვინდოდა აი იქვე გვერდით იყო მულტ სტუდია აგურის შენობა იყო ხო და ეხლა იქ იყო იცით პავილიონები გახმაურების გახმოვანების რაღაც ძალიან დიდი პავილიონები მულტ ცეხი იყო ეს ყველაფერი იყო და სამონტაჟოში ჩვენ უკვე ჩამოწერილ კინოთეატრებში რომ ვეღარ აჩვენებდნენ იმ ფირებს უკვე დახეული და ბრენძილი და გაცვეთილი იმ ფირებს ვჭრიდით და ახალ ფილმებს ვამონტაჟებდით აი ესე ვაკეთებდით ვმუშო დილით რომ მივიდოდით 9 საათზე 12 საათზე ვერ ძლივს გამოვდიოდით კინოსტუდიიდან რა სულ იქ ვიყავით ლაბორატორია იქ ქონდა ფოტოებს იქ ვამჟღავნდებდით ფილმებს იქ სპექტაკლებს იქ ვდგამდით რეპეტიციები იქ ქონდა ყველაფერი ქონდა იქ ხო და აი ესეთი ფანტასტიკური ცხოვრება გქონდა ერთობლივი. მოგვიყევით მოგზაურობა სოფოთში შექმნის ისტორია, ვიცი ძალიან საინტერესო ამბები მაქვს თქვენ გამოსმენელი ამ ფილმში. მასთან დაკავშირებით მატარებლის ისტორია და ასე. ხო, ცენზურამაც რაღაცა გარკვეული პრობლემები იყო, ხო? არა, რა შესაქმე. ეხლა როგორ გადავიღეთ მოგზაურობა სოფოთში? ამ პერიოდში მინდა ორი სიტყვა ვთქვა ბატონ რეზო ჩხეიძეზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს როდესაც მძვინვარებდა ცენზურა და საერთოდ ახლა 37 წელი აღარ იყო რასაკვირველია სხვა დრო იყო მაგრამ ჯერ ის არის იყო პერესტროიკები და გორბაჩოვები იყო ჯერ კიდე ისეთი საბჭოთა კავშირი იყო ხო და ესე იგი როგორ ახერხებდა ბატონი რეზო რომ იცით აი ამათ შორის რაღაცნაირად ლავირებდა რომ ოღონდაც ქართული კულტურა ქართული კინო განევითარებინა ფეხზე დაეყენებინა მაქსიმალურად ფული 40 ფილმამდე წელიწადში იღებდა კინოსტუდია ქართული ფილმი მე საერთოში ვამბობ წარმოგიდგენიათ 40 ფილმი ნუ მათ გულისხმობთ მხატვრულ ფილმებს დოკუმენტური არა დოკუმენტური ტელევიზია იყო მაშინ მხატვრული φιλმები მოკლემეტრაჟიანი ანიმე არა დოკუმენტური ისიც იყო რა გინდა არა ეს არა ხება მემატიანი მაგრამ ის ცალკე სტუდია შევარდნაძის როლზეც როგორც ამბობენ ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა ძალიან დიდი წვლილი ახლა რატო იმიტომ რომ ბატონი რეზო შევარდნაძესთან მეგობრობდა იცით რა ყველასთან მეგობრობდა და ისე მეგობრობდა რომ ისეთი ხალხისთვის ვინც ჩვენი მართლა გენიალური ქართველი რეჟისორებისთვის ფილმი მიეცა და გადაეყოთ თაროზე დებდნენ მერე ძალიან ბევრ ფილმებს მაგრამ რეზო ამბობდა გადაიღეთ დადონ თაროზე ფილმი ხო გადაღებულია დღეს არა ხვალ იცოცხლებს და მართლა ეგრე მოხდა რა რამდენი ფილმი იყო დახურული და მაინც ესე იგი არსებობს და დღემდე ეს ფული რო იხარჯებოდა მე ბიუჯეტი ფული რო იხარჯებოდა ბიუჯეტი რო იხარჯებოდა რეზო ჩხეიძე თავისთვის ეხლა მე იცით ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი და ციფრებთან არასოდეს საქმე არ მქონია არასოდეს ფულში არ ვერევი დღემდე რა არასოდეს არ მეხება ეს მე ოღონდ გადამაღებინე და რაც გინექენი გინდა 2 კაპიკაზე და გინდა 2 მილიონად ჩემთვის სულ ერთი არის როგორც გინდა ითამაშე და იცეკვე მე ესე იგი ვიცი რომ ბატონმა რეზომ სტუდია მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდია გახსნა ჩვენი კინო სკოლა გახსნა კინოს რაღაც გააკეთა ეს არის რეჟისორი კინოსკოლა ისი ტელეფილმები მაგან გახსნა და მთელი ეს ქართული ლეგენდარული მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების ის რო წამოვიდა მთელი ქართველი რეჟისორები თეატრიც კი გახსნა კინომსახიობთა თეატრი მიხეილ თუმანიშვილს მისცა აუშენა მოკლედ ბატონმა ის დიღომში სტუდია აშენა თავისი ეკლესიით იქ რა ცხოვრება მიდიოდა წარმოგიდგენიათ და რამდენი ხალხი მუშაობდა 40 ჯგუფი მუშაობდა რამდენი პროფესიონალი იყო და როგორ იყო იცით რაღაც ყველანი ესეთი შეყვარებულები კინოში იმიტომ რომ ასეთი ხელმძღვანელი ყავდა რა აი ესეთი დირექტორი ყავდა ზოგადად რას ვაკვირდეთ და ბატონი რეზო იყო გენიალური ნუ თუ აღარ დაგვებადება ერთი რეზო ჩხეიძე რომელმაც დღეს ასე ჩამკვდარი მომსპარი და გაუბედურებული კინო რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს ისევ ააღორძინოს ესე იგი
რეზო იყო ლეგენდა, ამიტომ შევარდნაძის როლიც ანთო იცით თავის თავთან ძალიან ბევრ კომპრომისებზე მიდიოდა იმისთვის რომ ყველას გადაეღო და გახსნა დებიუტი. დებიუტი იყო პირველი დიპლომების და ჩვენთვის გახსნა. ჩვენთვის გაიხსნა დებიუტი ჩვენ დროს. რომ ჩვენ დაგჭირდა დიპლომების გადაღება და ამიტომ ესე იგი გაგვიხსნა, რომელსაც რეზო ესაძე ხელმძღვანელობდა და დავარქვით ამ დებიუტს ადამი და ევა, ალიკო ცაბაძემ დაარქვა, სხვათა შორის მოიგონა ეს სახელი ადამი და ევა და ეს დებიუტი სტუდია მე მახსოვს ბავშვობაში ეს წარწერა ადამი და უკვე ეს მერე უკვე სტუდიაში გადავიდა, სხვა სტუდიაში, იმიტომ რომ დებიუტი დაიხურა. მაგრამ ესე იგი ამ დებიუტში გადავიღეთ სულ ყველა დიპლომები და პირველი ფილმებიც. და მათ შორის სოპოტი იყო უკვე სოპოტი იყო პირველი ჩემი ფილმი, ერთ-ერთი პირველი დიპლომი იყო სოპოტი ჩემი. და მანდ გადავიღე მე დებიუტში. და აი ეს ერთწამი მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ეს თქვათ უბრალოდ რომ დებიუტი როგორც ვიცი არ გადიოდა ცენზურა. არავითარი ცენზურა. ანუ არ იგზავნებოდა მოსკოვში სცენარები. ყველა სცენარი ხო მოსკოვში მიდიოდა, ყველა ფილმი მკიცდებოდა. არა ისინი ხურავდნენ, ისინი გაძლევდნენ და გადაღების დროსაც სულ მოსკოვიდან ყავდა დამყურებელი თუ რა ქვია მაგას ხო? ხო სულ რედაქტორები და რაღაცები და წარამარა უნდა გაგეგზავნა რა გადაიღე, როგორ და ჩამოდიოდნენ და ჩვენი სტუდია ძალიან დემოკრატიული იყო ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხი მუშაობდა რა. ეხლა ამირან ჭიჭინაძე იყო რედაქტორი და თეა გაბუნია იყო რედაქტორი და ნუ აი რა იცით, აი რაღაც ისეთი ამირან ისა ხო ამირანის თქვი ჭიჭინაძე კიდე ამირანისა გამახსენდება. ხო მოკლედ რაღაც ისეთი იყო. ძალიან ბევრი მწერლები იყო მწერლები იყვნენ. არა, მწერლები. არა, ეგენი სცენარისტები იყვნენ. ეგენი ცალკე ხო რაღაც იყო. ეგ ცალკე სცენარისტების ჯგუფი იყო, ფანტასტიკური სცენარისტების ჯგუფი იყო, რაღაც ფანტასტიკური კომპოზიტორების ჯგუფი იყო. ახლა ქართულ კინოში რაც მუსიკაა და რაც მელოდისტები ყავდა ჩვენ მე არ ვიცი ესე იგი, აი მართლა მსოფლიო დონის მელოდისტები ყავდა და კინომუსიკა საოცარი იყო და ამ დებიუტში გადავიღე ეს ისა და დებიუტს ჰქონდა არავითარი ცენზურა არ ჰქონდა და ამიტომ სცენარს არავითარი ცენზურა არ ჰქონდა, გადავიღე ფილმი. სოპოტი ამას წინათ ეხა ვნახეთ ხო? ცოტა ხნის წინ იყო ჩვენება და თან მაგრამ ფერადია საერთოდ სოპოტი, მაგრამ ჩვენ შავთეთრი ფერადი ყოფილაზე ხარ და ჩვენ შავთეთრი ნახეთ. შავთეთრი ყოლას ნანახი. მაგრამ მაინც თავი არის ნუ ფილმად ხო ძალიან მართლა ძალიან სასიამოვნო და ძალიან ისეთი საყურებელია, მაგრამ დიდი მადლობა. ორი ეს მსახიობები არიან, ანუ ომარ გვასალია ტიპაჟები არიან ფანტასტიკური. ომარ გვასალია ახლა მეტნაკლებად ყველა ვიცი და ეს მეორე კაცი გოგი დადიანი ლანასთან სწავლობდა. ეს ასევე სარეჟისოროზე სწავლობდა, გოგი მხატვარი იყო. და ესე იგი ომარი პედაგოგი იყო. მაგრამ მეგობრობდით, ნუ სულ ყველანი მეგობრობდით და ვთხოვე რა გოგის და ომარს რო ითამაშეთ მეთქი. მაგარი აი რა ტიპაჟები არიან, ეს ომარსთან თმარო აქვს რაღაცნაირად ზედი და რა. ეს ისა ყელსახო. ეგ ცალკე ისტორია, გოგი ყველაფერზე თანახმა იყო ესეთი, ნუ ძალიან მაგარი კაცი იყო. აი გოგი იყო ფანტასტიკური კაცი და ომარი აი როგორი სისუფთავის დღეში რო 7 ჯერ უნდა შხაფი მიიღოს. პერანგის სულ გაკრახმალებული და ეს აი სულ ესეთი. და ესე იგი ეს პირსახოცი რო ავიღე და იატაკს რო მოუსვი და კისერზე გაუკეთე, წარმოგიდგენიათ რა მოუვიდა რა. ხო და ეს მითხრა მოკლედ, მაგრამ მე ისე შეიჩვენ, იმიტომ რომ ვცხოვრობდით ეგეთ პირობებში, ვეყარეთ ამ იმაზე მატარებელი როგორ ვიშოვე ჯერ ახლა ვინ მომცემდა მატარებელს ხო და ესე იგი ნუ რაც შეიძლება და ბათუმში ჩავედით რაღაც ცოტა მცხეთის სადგური გადავიღე ცოტა ბათუმში რაღაც ჯერ არ გადამიღია ჯერ არ იყო გადაღება ვთქვი თავიდანვე ვიცი რომ ჭირდება მატარებელი მაგრამ მატარებელს არავინ არ მომცემს და
დირექტორი, რომელიც იქ ბუფეტის გამყიდველს თამაშობს, ეს მეუბნება რის მატარებელი, რა მატარებელი, რასთობა ვინ მოგწონს ახლა ჩვენ მატარებელს. თავისი განრიგი აქვს მატარებელს და რა. წავედი იმაში სადგურის ქუჩაზე, ეხლა თამარ მეფის გამზირზე, იქ იყო სადგური, ისა, რკინიგზის სამმართველო. ეხლაც არის, ხო? მაშინ იყო ფანტასტიკური მინისტრი იქ იჯდა. ვაიმე რა გვარი იყო ეს ფანტასტიკური კაცი. შევედი მოსაცდელში, გატენილი ხალხით, ყველანი რაღაცა, მე რიგში ჩავდექი. ეხლა ის მემანქანე ზის, მაგისის ქალბატონი ზის ერთი და თქვენ ჩაწერილი ბრძანდებით, მითხრა, არა, მეიცით რიგი არა გენცული, უნდა ჩაეწერო და თქვენ რა საქმეზე, მე ვთქვი, მე პირად საქმეზე ვარ. არა, რა პირად საქმეზე, ეხლა ეს ის ხომ არ არის, უნდა ჩაეწეროთ და უნდა დამტკიცდეს თქვენი რიგი და მთელი ამბავი. მივხვდი, რომ ვერასოდეს ვერ შევალ ეს იგი ამ კაბინეტში. და ვზივარ ეს მაგიდა დგას კარებთან და მე კარებია რა. და მე ვეუბნები, იცით რა ქალბატონო, მე ცოცხალი რიგში დავდგები და როდესაც ეს რიგი გაივლის, არა, ყველა ჩაწერილია ბოლომდე, ყოველ ბოლო წუთამდე გაწერილია ყველაფერი და სიტყვა არ ქონდა დამთავრებული, თავის ზის ისიკება, რომ მოვწყდი და შევარდი ამ კაბინეტში და შიგნიდან ესე დავდექი, მივაწექი ამ კარებს და სახელური მიჭირავს და ვეუბნები, ეხლა არ გამაგდოთ აქედან, თორემ თავს მოვიკლავ. ის ოთახის ბოლოს კაბინეტში რატო შვილო რა გჭირს რა გინდა მატარებელი მინდა რა მატარებელი გინდა რა გინდა მატარებელი კინოში უნდა გადავიღო თურმე კინო უყვარს მე მომიყვარო მე იცი როგორ მიყვარს კინო მე რეჟისორობა მინდოდაო რაღაცაო და აგერ მოვხდი მატარებლებში მოდი აქ ნუ რომ მოვწყდი მივარდი იქ ჩქარი და ის ხალი შემოვარდა ბატონ დანებე თავი ეხლა მომიყევი რადგინა მატარებელი და მოუყევი როლებში ვითამაშე ცალკე გოგი ცალკე ომარი ცალკე მატარებელი ცალკე ესა ისა და ცალკე პორნოგრაფიული ფოტოები ყველაფერი ვითამაშე მითხრა რა ვქნა ეხლა რა გიყოს შენ როგორ რა მატარებელი ეხლა გეგმაში შენ ვერ იცი რა ჩიხს მოგცე ორი ჩიხი გვაქვს საქართველოში ეს არის ბათუმი ჩაკვი და ეს არის რუსთავი აქსტაფა. აზერბაიჯანისკენ. აი ეს ორი ჩიხია. ერთ დღეს ერთს მოგცემ ჩიხს, მეორე დღეს მეორე დღეს. მეოთხე იცით რა, პლატფორმა ისეთი ის მჭირდება მეთქი რა, რომელზედაც მანქანები უნდა შევაგო. ჩვენ მანქანებს ჩვენ თვითონ შევაგოთ, მოკლედ. მომცა და ეს მატარებელი ესე იგი, ერთი დღე, და ორი დღე მქონდა აქსტაფა რუსთავი და ერთი დღე მქონდა ბათუმი ჩაქვი და ასე წინ და უკან დავქროდით, წინ და უკან, ეკა წინ და უკან უკაპიკოთ, იმიტომ რომ ესე იგი, არც ერთ ჯიბეში ფული არ გქონდა. ფილმზე ფულს არ იძლეოდნენ, კამერა მოგცეს, ფირი მოგცეს. ფულს არ იძლეოდნენ. აბა დირექტორი რას აკეთებდა? თუ დირექტორს ჰქონდა ხელფასი და ალბათ. ეხლა მე არც შავრეულ ვარ. აი არც მიკითხია რა, იმიტომ რომ ნუ არ არის ჩემი საქმე ისა, მაგრამ არც გვაჭმევდა, არაფერი მშივრები მწყურვალები, მაგრამ მე მიხაროდა, იმიტომ რომ ყველანი გავხდით, გავფერფლავდით, ომარი გვაშალია და გოგი რაღაცა, ჩავლურიზდათ თვალები, რაღაცა. აქსტაფას გზაზე ერთი ჯიხური იყო. ერთი ჯიხური იყო სულ აი სადაც ეს ბოლოკების მინდორია გადაღებული რაღაც ისეთი ტრიალი ისეთი გახრიოკებული ადგილებია უფრო და ერთი ჯიხური იდგა იქა რაღაც ისეთი ნახევრად სადგური იყო სადგურიც არ იყო და იქ იყიდებოდა ნუ არ მოგატყვებ დაობებული ერთი 7-8 წლის მსხლის ჯემი ასე ზემოდან ესე ობიედო და რაღაცა სულ ჩამწრეული რაღაც ესეთი ნუ არ ვიცი რამდენი წლის ისინი რა პიჩენიები რა ქვია მას არ ვიცი რაღაც ეს და რა ნუ ესე კაპიკები ღირდა 15 კაპიკი ღირდა ეს შევაგროვეთ რაღაცა ვიყიდეთ აი მაგას ვჭამდით და მატარებელს ვინც ვიყავდა ის გვიდუღებდა ცხელწყალს და ჩაის გვასმევდა ხოლმე აი ჩაი ეს ისა და სულ ყველას რაღაცა მთელი ამბები, პრობლემები, ესა ისა მშივრები, მწყურვალები, მაგრამ ვართ გორში ვარ. ხო, და კიდე იმან მომცა ამ მინისტრმა მომცა ესეთი ისა იცი
ქაღალდი საბუთი მომცა, რომ ნებისმიერ აი სადაც მატარებლებში, ვაგონებში სადაც გინდა რომ იაროთო, როდესაც გინდათ იარეთ და გადაიღეთო რა. აი და ამ საბუთს თუ ვინმე გაგაჩერებს, აჩვენებთ რომ გაქვთ უფლება გადაღებისო. და ისიც ნუ მოკლედ და ამიტომ თელ ამ მატარებლებს დავყვებოდით, აქ ჩავჯდებოდით, ბათუმში ჩავიდოდით, გზა და გზა ვიღებდით. იქ ჩავჯდებოდით, გორში ჩამოვიდოდით, გზა და გზა ვიღებდით. სადაც გვინდოდა ჩავდიოდით, სადაც გვინდოდა ამოვდიოდით. გორში ამ სადგურში ვიღებთ ეს კვერცხების მირტყის სცენაა და გოგი და ომარი წავიდნენ, ის წყლის ფანტონჩიკები იყო ესეთი, ისინი და შადრევნები და იქიდან წყალს სვავენ და უცებ მორბიანი იქიდან გიჟებივი და თან მე ვიღებ, იმიტომ რომ ხომ ამადგან რო გამორბიან და მე უკვე დავძარი მატარებელი და ეს და მორბიან ისინი ამოახდით ყვირი ვარ და არა და ესენი ამოხდნენ მართლა ამ იმაზე და მილიციელები მოსდევენ, მილიციონერები რომ მოსდევენ და რატო ვიღაცა გავაჩერეთ ეს მატარებელი და ესენიო ვინ არიანო ეს ბომჟებიო ბანდიტებიო ვიღაც ქურდებიო რას გარბიანო რო ვეცი ამ მილიციონერები და რო დაუწყე კოცნა მეოთხელი ნამდვილები გეგონათ კინოს გადაღება გვაქვს და თქვენ ნამდვილი ისინი ბომჟები გეგონათ მეთქი რა ბედნიერებაა მეთქი ესე იგი როგორ გვანან ნამდვილებს მეთქი და თქვენ არ გინდათ კინოში გადაღება მეთქი სწორედ მილიციონერი მჭირდება რუსთავში აჩვენებ? მე რუსთავიდან ვარ და იქ ჩემებს დავპატიჟე. როგორ არ ვაჩვენებ მეოთხარი, აბარა მოკლედ ის მილიციონერი გადავიღეთ, რომელიც მოგზდებდა და ეგონი მაყურებელს აუცილებლად უნდა უჩიოთ ეს ფილმი, შეუძლიათ სადმე ნახო. YouTube-ზე დევს თუ ხსნები, კი და შეგვიძლია ლინკიც ჩავაგდოთ. ფინალი იყო კიდე ძალიან საინტერესო. მოკლედ კარგი გადავიღეთ ეს ხო არც ერთ ეხლა რო უყურებთ რას ვიღებთ და ვიცით ყოველდღე დღის განმავლობაში რას ვიღებთ. ფირია და თან ლაბორატორიაში ვერ ვაბარებთ, იმიტომ რომ ვერ ჩავდიხართ. გენიალური ღუღუ სუხიშვილი ოპერატორი, ფანტასტიკური ჩემი ძმაკაცი იყო. ღმერთო აღარც ერთი ცოცხალი აღარ არის ღმერთო ესე იგი არც ომარი გვასალია არც გოგი დადიანი არც ღუღუ სუხიშვილი არც ვაჟიკო ჯალახანია რომელიც მხატვარი იყო ნუ მოკლედ არ ვიცი რა ქალბატონანა ახლა უნდა გადავიდეთ აი ბოლო რაღაცას გვიყვებოდა მე იცი როგორ ახლა თქვენ თუ რობინზონ ნაძაზე გინდათ გადასვლა მე გადავხდები რობინზონ ნაძაზე იმიტომ რომ იცი როგორ ესეთი რაღაცნაირად ესე გადაბმული ისტორიები მაქვს რა. მოკლედ დავამთავრე ეს სოპოდი, დავამონტაჟე, გავაკეთე და იმ წუთას დახურეს. დახურეს და აი დახურვა რას ნიშნავს? აი დახურვა რას ნიშნავს, იცი? ეს არის თაროზე ზდებდნენ. ეს არის რომ აძლევენ ფილმს კატეგორიებს აძლევდნენ ფილმს. პირველი კატეგორია უფრო უმაღლესი კატეგორია პირველი კატეგორია, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორია რა არის, რომ არსად კინოთეატრში ჩვენების უფლება არ აქვს, მაგრამ მაშინ იყო კლუბები. კლუბების სისტემა იყო და ამ კლუბში შეეძლოთ გეჩვენებინა მთელი ოთარი ოსელიანები და ინე სულ კლუბში მაქვს ნანახი ეს ფილმები, იმიტომ რომ სუდახურული ფილმები იყო რა. ეს გელა კანდელაკის უბედურება, ოთარი ფერის ეს იყო შაშვი მგალობელი გიორგი, სულ დახურული ფილმები იყო. ირაკლის მოცურავე, მოკლედ ძალიან ბევრი ფილმები იხურებოდა, მაგრამ კლუბში უყურებდი და კლუბში იყო წყვეტა. და კლუბის ფილმი თუ ხარ, მაგარი პრესტიჟი იყო რა, ესე იგი საბჭოთა კავშირში ხარ და კლუბის სისტემაში ხარ, ანტისაბჭოთა ელემენტი ხარ. აბსოლუტურად და ესე იგი, მაგრამ ნუ მიზეზი რა იყო დახურვის ესე გითხრას? ოიმე, იცით რა, დღეს ვერც გაიგებ, დღეს დღევანდელი ადამიანი მაგას ვერ გაიგებს, რატო იყო ეს. იმიტომ რომ ასეთი პერსონაჟები არ არსებობენ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის თემა არ იყო. იმიტომ რომ არ იყო რაღაც სილაღე იყო. კეთება, იყო სხვა კინო იყო რა. ზუსტად რო შეხედავ მაგ ფილმს კი მივხვდები, რატომაც დაახურეს. ანუ დაახურეს შემოდეს თაროზე ერთ-ორჯერ აჩვენეს და შო. არსად ერთხელ აჩვენეს თორჯერ, მაგრამ სადღაცა, ნუ ისიც როგორ იცი, აი დიპლომის დაცვაზე უჩვენეს, მე სადღაცა უჩვენეს და შემოსდეს და გადასდეს, მაგრამ იყო ესეთი ფანტასტიკური ჰანს შლეგერი, ესეთი კინომცოდნე იყო გედერიდან.
დედერიდან იყო ეს დემოკრატიული გერმანიიდან არა იქიდან და დემოკრატიული აღმოსავლეთ არა დემოკრატიული გერმანია საბჭოთა გერმანიიდან ხო და ეს ჩამოვიდა აქა და ესე იგი ესეთივე ძალიან ბევრ ჩვენ დიპლომებს და იმას ესეთივე ბედი აქვს რა ყველანი თაროზეა შემოდებული და მაშინ ამ ჰანსმა მოიპარა ჩვენი ფილმები თაროზე შემოდებული ფილმები მოიპარა როგორ მოიპარა შევიდა მაგას შეეძლო იმაში საწყობში და არქივის შესვლა შედიოდა და ესე იგი რკინის კოლოფებში და რკინის კოლოფებიდან ამოიღო ეს ფირები აი ამ ხელა ბაბინები ამოიღო ეს ჩემოდნის ძირში ესე დააფინა დაალაგა გოდერძის ფილმები ჩემი ფილმები რაღაც მთელი ესე დაალაგა და წაიღო არავინ მაშინ არავინ არ იყო ეს საზღვარზე ამის სინჯვა და წაიღო გერმანიაში თავისთვის წაიღო წავიდა გერმანიაში წაიღო ჩვენ თქვენ იცოდით ამის შესახებ რომ იქო არც ერთმა არაფერი არ ვიცით საერთოდ ჩვენს გარეშე ხდება ეს ყველაფერი ჩვენ არაფერი არ ვიცით მერე დაიხურა საერთოდ დაჭრეს საათნახევრიანი იყო დამეხმარე იალბუზზე ასვლაში თავარულში ეს დამეხმარე იალბუზზე დაჭრა ასლა რა არის ეს შემდეგი ფილმია შენი რომელიც ეს იყო დაკვეთა ცენტრალური ტელევიზიის ტელეფილმებში მოსკოვის ოზაკოზუ ცენტრალნოვე ტელევიზია ხო და იმათ და ესე იგი ისეთი ტრალაილაილა ისეთი სცენარი მივეცით იმათ რომ გაეხარდათ და ისეთი იყო რა ესე იგი და რომ გადავიღე გული გაუსკდათ ეს კი მახსოვს ეს ვაბარებდით ფილმს ხო იქ ვაბარებდით და ამირან ჭიჭინაძე წამომყვა და ეს ჩემი დირექტორი და რაღაცა და ვართ და არც ერთის გვარები მაგრამ რაღაც გვარებს ვიმახსოვ ხე ისინი გროშევი და აგაროდნიკოვა იყვნენ მთავარი რედაქტორი ეს მორდები ესეთი შედან და ფილმი რო დამთავრდა და მეთხრეს ძიროლი случай ძიმე შემთხვევა იმიტომ რომ ნუ აბსოლუტურად გასული იყო ყველანაირი საბჭოთა კავშირის საზღვრებს ფილმი ხო და ერთ ღამეში 40 წუთი ამომიჭრეს ისე რომ მე არც მითხრეს და ჩარეცხეს მაშინ რეცხავდნენ ფირს და იმას ვერცხლზე რეცხავდნენ ნეგატივს და ეგრეთ ჩარეცხეს არ მართლა ჩარეცხეს ეს რეცხვალურად ეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეუბნები იმიტომ რომ როდესაც ჭრიდნენ ნეგატივს რეცხავდნენ რომ ესე იგი ისე ვერცხლს იღებდნენ და უკვე მოჭრეს აღარ არის ეს შენი და ამიტომ და ეგ ფილმი ეს ანუ არ არის მომისმინე ესე იგი მთავაროლებშია გივი სარჩმელიძე ირაკლი სუთიძე ჩვენი ფანტასტიკური მხატვარი ისიც აღარც ერთი აღარ არიან აქ ისევ გოგი დადიანი ჩემი საყვარელი თილისმა მაკა მახარაძე ჟანრი ლოლაშვილი რაღა მთელი კამანდა თამაშობს ხო და ეს ყველაფერი მიჭრეს მოჭრეს გადაჭრეს გადმოჭრეს და მეორე დღეს ფილმი ვერ ვიცანი ვიფიქრეთ ეს ჩემი ფილმი არ არის მეთქე და ეს მხარზე დამარტყა ხელი ესე იმან ვოთ მე და ესეთი ბალაგური იყო დამეხმარეთ იალბუზზე ასვლაში ხო ხო და აი დაგეხმარეთ იალბუზზე ასვლაში ესე იგი რას ვყვიროდი რას ვლაპარაკობდი რომ მახსოვს რომ საწყალი ამირან ჭიჭინო ესე ხელს მაფარებდა პირზე დირექტორს ასე მათრებდა კაბინეტიდან იმიტომ რომ რას უყვიროდი რეებს ვეუბნებოდი ნანა დაგვიჭრე ნანა შენი ჭრიმე აი ეს შემათრიეს ლიფტში შემტენეს და აი იცი როგორ აი ესე რომ მოსპეს ეს კინო არა და იალბუზზე ვიყავ 4800-ზე ვიღებდი ამ ფილმს რა 4800-ზე ორჯერ ვარ იალბუზის მწვერვალზე ასული და ამი ესე იგი და მოჭრეს ყველაფერი მომისპეს და რაც თავარია ფინალი მომისპეს საერთოდ და საერთოდ სხვა ჟღერადობა აქვს ფილმს რა და ესე იგი
ნუ მართლა ესეთი გაშიშებული ვიწიქი და ირაკლის ვეხვეწებოდი, ირაკლი მეთქი მომეხმარე როგორ ჩამოვხრჩო თავი. აი მართლა აღარ მინდოდა სიცოცხლე რა, ისე ავად გავხდი. ესე იგი ამ დროს რეზო ჩხეიძე მაძლევს რობინზონადის გადაღების უფლებას. ასე ხარ ორი ფილმი უკვე აი ესეთ დღეში მაქვს და აი რეზო მაძლევს, ბატონი რეზო მაძლევს. ნუ ეს სცენარი მივეცი და ირაკლი არ მაძლევდა სცენარს, რომ ეს არ არსებობს. ეს არ არის კინო სცენარი, ეს არ არის კინო. და ეს ირაკლის რამე ნოველის მიხედვით არის თუ რა საიდან? ხო. ირაკლი კვირიკაძე. ირაკლი კვირიკაძეზე უკაცრავად, მაყურებლისთვის. ირაკლი კვირიკაძეზე ვართ ლაპარაკი, მაგ დროისთვის უკვე ცოლქმარნი ვართ. ესე იგი 1 ოქტომბერს დავიწყეთ სწავლა და 27 ოქტომბერს დავქორწინდით. ასე რომ ხო პედაგოგი იყო ირაკლი. ყალი გვაქვს რამე არა უშავს. ეს არ მინდა უკაცრავად. ეს ცალკე ისტორიაა ეს კინოს. ნუ მოკლედ ირაკლის და რობინზონა და როგორ დაიბადა მოცურავის გადაღებაზე ვართ. მოცურავი უფრო ადრე არის გადაღებული? პრაქტიკულად ერთდროულად არის. პარალელურად, ხო. მაგრამ ნუ მოკლედ და ამ დროს მივეცი და ირაკლიმ არაფერი არ იცის რომ მივეცი ეს სცენარი ჩავაბარე, იმიტომ რომ მეუბნება კატეგორიულად. რატო არ გამოვა კინო? იმიტომ რომ არ არის ეს ნოველა არის. სცენარია. და ეს არ არის სცენარიო რა. არ არსებობს. როგორ ვერ გადაიღებო. ნუ ეხლა პეპელა გადაფრინდა სვეტიდან ბალახზე და გახდა ქართველი პეპელა და გადმოფრინდა უკან და გახდა ინგლისი. ეხლა რა უნდა გადაიღო რეპს? არ არსებობს რა, იმიტომ რომ ისეთი ენით ქონდა. ირაკლის სცენარები იწერებოდა ლიტერატურული ისეთი ნოველის სახით რა. მოკლედ მივეცი. ირაკლი აზრი არ არის. ხო და დავიწყე გადაღება. და ირაკლი არაფერი არ იცის და ვიღებ. უკვე ნახევარი ფილმი გადავიღე პრაქტიკულად. უმალავდით რომ იღებდით ამ დროს? ხო. მაიჩა რანა ის თავისთვის მართლა? ის თავის ფილმს იღებდა. ის თავისთვის იღებდა. არავინ არ იცოდა და უცებ გაიგო თუ რა იხახცნა და ჩამოვქანდა გიჟივით შენ რას იღებ? სად იღებდით? იცი როგორ ბათუმში ვიღებდით ძალიან ბევრს ბათუმში ვიღებდი და ძალიან ბევრს ვიღებდი კიდე იქით რა პალიასტომზე და სწორედ იქ ჩამოვიდა პალიასტომზე რომ ვიღებდი ჩამოვიდა ირაკლი კვირიკაძე და რასანა ეხლა ვიფიქრე ამან თუ ამან თუ ხელი შემიშალა გავგიჟდები ჩავაცვი პალტო დავაჭერინე დროშა და შევტენე კადრში და ესე იგი მთელი ფილმი ირაკლი დროშით დარბის და პაატაშვილი რანაირად დაი ეხლა როგორ დავიწყე საერთოდ რობინზონადას გადაღება რა ნუ დამიმტკიცეს ეს ყველაფერი თან სცენარი საკმაოდ ძნელი და სამტკიცებელი იყო ეხლა რა ანტისაბჭოთა ფილმია პრინციპში ხო მაგრამ ისეთი წარდგენა იყო აი რა სად იყო დიპლომატია რეზო ჩხეიძის რა რეზო ჩხეიძის დამსახურება აბსოლუტურად საერთოდ მე რომ რეჟისორი ბოლოს და ბოლოს დისკვალიფიკაცია არ მომცეს და ესე იგი გადავრჩი რა ну არ ვიცი გადავრჩი როგორ დაუძახო მაგრამ რეჟისორი რო გავხდი და შევძელი ესე იგი ბატონი რეზო ну ესე იგი თენგის აბულაძე რასაკვირველია პედაგოგი მაესტრო და ეს ყველაფერი ირაკლი კვირიკაძეძე გადაყოლილი პედაგოგი ჩვენ მთელ კურსზე მართლა ძალიან ბევრი და რაღაც ფანტასტიკური პედაგოგები თან ეხლა ლომერახლედიანი ოპერატორის ხელოვნებას გვიკითხავს ნოთარიოსელიანი რა ну ესეთი პედაგოგები მყავდა გივის არჩმელიძე მსახიობის ოსტატობა ну რაღაც ძალიან მაგარი ისევ ჩემი პედაგოგების იმას ვამბობ როგორ გამიღიმა ბედმა ამ ასეთ ხალხში და მოკლედ დამიმტკიცე სცენარი და ვარ დერეფანში და ჩამოსულია გადაღებიდან ლევან პაატაშვილი და ну ესე იგი ოცნებაც ხომ არ შეიძლება რა უკვე ლეგენდა ბატონი ლევანი და
აი არ ვიცი ხანდახან იცი თან მორიდებული ვარ თითქოს და თან ეთყობა რაღაც აი ძალიან რომ მინდა რა იქ ვკარგავ ყველანაირ ზდილობას და ტაქტს და რაღაცა და ვხედავ დერეფანში მოდის ბატონი ლევანი და აი ესე თვალდახუჭული მივედი და ბატონო ლევან გამარჯობათ მე ნანა ვარ ჯორჯაძე ბატონო ლევან იცით რა მაპატიეთ რომ ამას გეუბნებით მაგრამ სცენარი მაქვს და დამიმტკიცეს და იცით აი ეს ოცნება მაქვს მაგრამ ჩემი იცით აი პირველი სრულმეტრაჟი ჩემთვის სულ ერთია თუ საინტერესო სცენარია მომეცი სცენარი მეუბნება ლევან პაატაშვილი და წარმოგიდგენია ლევან პაატაშვილი გახდა ჩემი ოპერატორი მხატვარი გენიოსი ვახტანგ გრუროა აი არ ვიცი რა ფანტასტიკური ჯერ როგორც მხატვარი პიროვნება და მე როგორც კინოს ბოლომდე არ ვიცი ფანტასტიკური ნუ საერთოდ ერუდიტი ვახტანგ გრუროა ჩემი დამდგმელი მხატვარი რობინზონ ნადასი წარმოგიდგენიათ ხო და მოკლედ აი ესე დავიწყეთ მუშაობა და მე და ბატონი ლევანი წავედით ნატურის ასარჩევად კახეთში და გრემში ეხლა ვიფიქრე გრემი მაინც ჯორჯაძეების საგვარეულო ეკლესია მინდა იქ რაღაცა გადავიღო ესა ისე და მივდივართ ეხლა და უცებ ეხლა კახეთში ძალიან ძნელია ესეთი პეიზაჟი მოძებნო აი ესეთი ჰორიზონტია ესეთი სწორი აბსოლუტურად სწორი ჰორიზონტია და ამ ჰორიზონტზე ვხედავ მარტო ჩრდილივით რა იმიტომ რომ შორს არიან მიდის ძროხა წინ და კუძზე მოკიდებული მიყვება უკან ბებერი ქალი. პეტელე ისეთი და ამის ნახატი რომ დავინახე გავიდი მოწყნი უცებ აი გავქანდი მივბივარ აქ იმისკენ და ვყვირი ვარ უკაცრავად როგორ მოგმართოთ ქალბატონო სიკუძე უჭირავს ხელი და მივხვდი რომ ჩემ ხმას ეძებს დიდი ლურჯი თვალები და ბრმა თურმე ძროხა არის მისი გამყრელი და ესე მიყურებს თიკო მქვიან მე მითხრა 96 წლის ქალბატონი თიკო ვაჩნაძე ქალბატონო თიკო კინოში შეიძლება გადავიღოთ ამ დროს აზრზე არა ვარ არც როლი მაქვს იმიტომ რომ პერსონაჟი ეგ მოხუცი კინოში არის პერსონაჟი როგორც ასეთი კინოში არ არსებობს სულ სხვა ისტორია იყო რობინზონადა ვინმე მითხრა ლამაზად გადამიღებ ესე იგი ნუ მოვკვდი მთელი დღე ბატონი ლევანი და მე ვიღებდით თიკოს ვაჩნაძეს ხან ისე ხან ასე ხან ასე ხან ისე ხან იქა ხან ვამღერე ხან იმას ვქენი ხან მოვაყოლე ხან ესა ისა და რო ჩამოვედი და მე ვფიქრობ და ლევანი მეუბნება კი მაგრამ ვინ არისო ფილმში თუ ფაქტიურად თავარი ხაზი მეუთხარი ჯერ არ ვიცი მაგრამ მოვიფიქრებ მეთქი რა და ჩამოვედი კახეთიდან და უნდა ეხლა სინჯები და ნატურა დავამტკიცო კინოსტუდიის ზრდა და უცებ უჩვენებ ამ მოხუც ქალს და ყველა უყურებს გაშტერებული ფანტასტიკური ქალი და ბატონი რეზო მეუბნება კი მაგრამ ეს ვინ არისო რა პერსონაჟია აი იქვე უცებ მოვიგონე რომ აი ვინ არის ეს ქალი რომ ეს არის ეს ქალი და მაგის მიხედვით მე მოვძებნე ნინელი ჭანკვეტაძე ეგეთივე ლურჯი თვალებით და რომ აი ეს არის თავის ახალგაზრდობას იხსენებს და რაღაცა და მთავარი მისი ხაზი გახდა კანის კინოფესტივალი ხო ამ ფილმს ხო და ესე იგი გადავიღე ეს ფილმი და მოსკოვში ჩამოვიდა ჯერ მოსკოვიდან რედაქტორი და თქვა ნუ ესე იგი იხურება ფილმი არც იფიქროთ ერთი წამი უნდა დაიხუროს მე მგონი არც გაკვირვებიათ ალბათ ხო ხა ფილმი ისეთ ნუ დაიხურება ნუ უკვე ვცო მე ვიცი რომ მესამე ფილმი იხურება ეს უკვე დისკვალიფიკაცია ცოტა ოწეპელი შემოვიდა იცი რა შეასახმე პერესტროიკა დაიწყო ოწეპელი კი თითქოს და ნუ
მაგრამ როგორ არის იცი ჯერ კიდე ეს მოსკოვის ეს კინო ეს რაღაც ლეგენდარული და სკანდალური ის არ მომხდარა ეს კავშირის დანგრევა და ეს ყველა არა ჯერ არ არის ხო და ესე იგი ჩავდივართ მოსკოვში მაგრამ უკვე ოდნავ თავისუფლების სუნის ცემს რა ცოტა აყვავდა ყვავილობა და ესე იგი აყვავილდა რაღაც და მოკლედ ვარ მოსკოვში და ნუ ვიცი რომ ხურავე და ვზივართ ამ დარბაზში გოსკინოს დარბაზში მთელი ეს რედაქტორატი აი ესე პაპკებით იღლიებს ანუ გამიხსენებ და ეს გოსკინოს თავმჯდომარე ერმაშიდან როგორ იმას იცი აი კუთხეში ვზივარ ესე ვზივარ და რო ადგა ფილმის მე აი ესე მიქნა არ შემომხედა და გადის кайგეთ ამ დროს ამფითეატრია პატარა კინო ზემოდან ჩამოდის კაცი და ფრანგულად ეუბნება აი ეს ფილმი მიმაქს კანში კანის ფესტივალზე კონკურსში ყველა მთელი ეს რედაქტორატი მიუთრა ანუ ესე გაგიჟდა ეს და ეს უთარგმნის ეს თარჯიმანი სასწრაფოდ უთარგმნის ეს ფრანგულად ლაპარაკობს ამან უთარგმნა არ არის დამთავრებული ეს ფილმი ეს თავმჯდომარე ეუბნება გოსკინოს აი როგორც არის აი ესე მიმაქს ან არაფერია არა და გოსკინოს მაშინ ისეთი კავშირი ქონდა იცი კანის ფესტივალთან არაფრით არ უნდათ რაღაც დარღვევა კავშირის და იმისი და ან არაფერიო, იმიტომ რომ ამათ უკვე თავის გადადებული ფილმები აქვს, რომელიც უნდა აჩვენონ სპეციალურად, რომ იქიდან აირჩიოს და ეს უცებ ტიპი თურმე ეს კანის ფესტივალის პროგრამისტი მოვიდა გოსკინოში შესახვედრად ამ თავმჯდომარესთან. იმან უთხრა, იმ მდივანმა უთხრა, რომ იცით რა, ფილმს უყურებენო და უნდა დაელოდოთ. ის არ დაელოდა, შემოვიდა უკანა კარებიდან და დაჯდა იქ ზემოთ უკანას კარს და მთელ ფილმს უყურა. ამ კაცის სახელი და გვარი? ხო, ფანტასტიკური კაცი იყო, მოკლედ. ეხლა სახელებს და გვარებს მომკითხოთ. აი ბავშვობიდან შეხედა ფილმს და მოკლედ და ესე იგი კანში მიმაქსო და არა მე ეს გაგიჟდა უცებ და ეუბნება რეჟისორს არ უნდაო მომიტრიალდა თქვენ არ გინდათ როგორ არ მინდა მოკლედ აი ესე იგი გოსკინოში ნუ რაკნან კი არა ვარ არსად არ მიშვებენ საზღვარგარეთ მაგრამ რეჟისორთან ერთად უნდა ჩამოვიდეს ფილმი კანის ფესტივალზე 3 დღით მეპატიჟებია ერთი დღე პარიზში, აქედან 3 დღე კანში და ერთი დღე უკან პარიზში. ნუ ესე იგი რა დღეში ვარ, ხო წარმოგიდგენია და გოსკინოში ვარ და მაწერინებენ საბუთებზე ხელსო. თუ რამე პრიზი ავიღე, თუ რამე კაპიკი მაშინ ფულიანი პრიზები იყო, მაშინ ყველას ფული ქონდა, ფულიან პრიზებს იძლეოდნენ. ეხლა ესე კი არ არის, რომ ყველა აქეთ გართმევენ ფულს. ესე იგი მოკლედ რომ თუ რაღაცა მივიღე და თუ რაღაცა ავიღე, თუ რაღაც 2 კაპიკი მივიღო, ბოლო კაპიკამდე უნდა ჩავაბარო გოსკინოში. ყველაფერს მოვაწერე ხელი. ნუ გამიშვეს, ჩავედი, ნუ კანის ფესტივალი ფანტასტიკა, ნუ სხვა პლანეტაა, ნუ სად მოვხვდი. ხო? ესე იგი ესა და ეს შეხვედრები და ეს რიცკალტონები და ეს მიშლინის რესტორნები რაღაცა მნიშვნელოვანი ის უნდა გაგახსენო რა ხაზი გაუსწავლო იმდენი რაღაც არა რას ვიძახი რომ პრინციპში კანში მოხვდი შენ პედაგოგთან ერთად ჩემ პედაგოგი აბულაძე და შენ თენგის აბულაძესთან ერთად ანუ მონანიება და ჩემი რობინზონა და ერთად რასაკეს კი არ გამოვტოვე არა ხო მაგრამ ეს უბრალოდ ფანტასტიკა იყო ამხელა გამარჯვება ქართული კინოს 2 თაობის პედაგოგი და სტუდენტი მოხვდით და მე რა შედეგიც დაიდო ხო და ესე იგი ნუ მოკლედ ბატონმა თენგიზმა ნუ
სპეცპრიზი და რაღაც ძალიან დიდი პრიზია და რაღაც ფანტასტიკა იყო. მე ეს ჩემი კამერადორი, ჩემი გრან-პრი, ჩემი გრან-პრი აიღო, ანუ მონანიებამ და კამერადორი ესეც გრან-პრი იყო. ხო, გრან-პრი ოღონდ, ხო, კამერადორი. ჩემი კამერადორი. თავარი. ხო, ესე იგი რა არის, ეს არის დებიუტების პირველი ფილმი, პირველი მეორე ფილმის კონკურსი, ჩემი, რობინზონა და ბატონი თენგიზის უკვე ისეთი. სხვა ორი გრან-პრი ავიღეთ. გრან-პრი აბა ქართულმა კინო. კანის ფესტივალზე და ესე იგი აი ესე და მოკლედ ძალიან და შიგნით ხვდებოდი რომ პრიზ გაძლევენ. აი მან კანის კულუარი რა ტიპია? ესე იგი კანის კულუარი რა არის, იცი? ხო, ჯერ ერთი ის არის რომ ესე იგი წინა დღით სულ 3 დღე ხარ, ხო? პირველი დღე უჩვენებენ, როცა ჩადიხარ, მაშინ როცა შენ ფილმს უჩვენებენ, რომ ფილმის წარდგენაზე იყო. მეორე დღე, მესამე არის ჟურისისა და მესამე დღე უკვე დახურვაა. და ესე იგი ისე მოგვახვედრეს, რომ ორივენი ვართ დახურვაზე. აი, ეხლა მივხვდი მაგას, მაშინ ვერ ხვდებოდი. როდესაც გახვედრებენ დახურვაზე, ესე იგი რაღაცა აიღე. იმიტომ რომ მაშინ ვერც ერთი ვერ ხვდებოდით. მაგალითად, თუ ვინმე წასულია და პირველ 3 დღეს მოხვდა, ან შუა 3 დღეს აბრუნებენ. იმას მე დახურვაზე აბრუნებენ. მაგრამ ჩვენ არც ერთი არ დაგვაბრუნეს, ჩვენ ორივენი მოგვახვედრეს ბოლო 3 დღეში რა. ამ ფესტივალის ხო და მოკლედ აი ესეთი ის იყო და მე რა მაინტერესებს აქ ეს გამყოლები ყავდნენ საბჭოთა კავშირიდან გამოვყოთ ხალხი ვინც გაკონტროლებდა გოსკინოდან რა კითხვა ახლა გოსკინოდან თელი ჯოგი მაინც ცოტა აყვავდა მაგ პერიოდში თელი ჯოგი კგბ-შნიკების რას ლაპარაკო ხო და ეს ფულიც ალბათ რაც არა ფული გენიალური ეს ისტორია გენიალურია ესე იგი ეს უნდა მოგიყვეთ რა ეს ცალკე სცენა რა მოკლედ ჯერ ნუ მოკლედ ეს ხო რესტორნები შეხვედრები ინტერვიუები და ჟიური თუ გახსოვთ ეგ გახსოვთ ვინ იყო ჟიურიში კანის კინოფესტივალის ჟიურიში ვინ იცი რა ბოლომდე არ ვიცი მე ვიცი რომ თავმჯდომარე ივ მონტანი იყო ვიცი რომ კაროლ ბუკე იყო ვიცი რომ ნუ ეხლა ყველას ისა მონტანი კადრები არსებობს მონტანი არსებობს რა ხო და მაგივე მაგ კონკურსში კიდე ვიმ ვენდერსია და ვიმ ვენდერსმა ესე იგი საუკეთესო რეჟისორისთვის აიღო ბერლინის ბერლინის თავზე და მოკლედ თელი ამბავია გაიგე ხო და მოკლედ აი ესეთ იმაში კამპანია იმაში მოვხდით რა ფულის ისტორია უნდა ხა ფულის ისტორია მოგიყვა ჯერ ფულამდე მოიცა ჯერ ესე იგი ვარ სცენაზე ხო ვარ ჯერ სცენაზე არ ავდიოდი ერთ სამჯერ რომ დამიძახეს რომ ნანა ივმონტანი რომ მიყვირის ქალბატონო ესე იგი ნანა ესე იმი და ვხედავ ჩემ და იცი რომ ამჯერა რანერად დავიჯერ რომ ახლა მე უნდა ავიდე სცენაზე თვითონ ფაქტი რომ მოვხდი კანის ფესტივალზე და ახლა კიდე უნდა ავიდე სცენაზე მუხლები აი ბამბის რაღაცა როგორ ავედი რაღაცა მთელი ამბავი არ ვიცი მომცეს ეს ისა ფანტასტიკური ეს კამერა და რაღაცა და მომცეს სამხელა კონვერტი ჩამიდეს და მკოცნეს და ყვავილები და ესა და ისა მთელი ამბავი და რაღაცა იქ ვიბორიელი რაღაცა ვთქვი და გავდივარ უკვე სცენიდან და უკვე ფარდის როგორც კი კულისებში გავედი კაცი დგას და გილოცავთ მითხრა და გამომიწოდა ხელი კონვერტია მე ვთხარი არა მე ხელი მოწერილი მაქვს რომ უნდა ჩავაბარო თავმჯდომარეს და თქვენ თავმჯდომარე არ ბრძანდებით ეხლა ვიფიქრე ამას ვივცე რა ვიცი ვინ არის რა არის რა არც ვიცი რა არის არც ხო არ ჩავხედავდი ეს კონვერტი არც არ ჩახედული და მოკლედ ეს მთელი ამბავი და ეს ყველაფერი დავდე ნომერში და ჟოელ შაპონი რომელიც მე ყველა ვიცნობთ უკვე გახდა კანის ფესტივალის ესე იგი
სელექტორი ის მაშინ იყო პირველად მისი კანის ფესტივალის პირველი კანის ფესტივალი იყო ჩემი ის იყო გამყოლი რა რომ დამყვებოდა სად უნდა წავიდე ახლა როდის მაქვს ინტერვიუ როდის მაქვს შეხვედრა მომაგრებული მყავდა ჟოელი ხო და ესე იგი ჟოელი მეუბნება ნანა ვიცი ხო და სცენაზე ვარ ბებია ჩემის კაბაში და ესე იგი იმიტომ რომ არა მაქვს არც კაბა არა მაქვს არაფერი არა მაქვს საერთოდ რა დღეში ვიყავით ეგ სხვა ისტორია აქ ხო და იმიტომ რომ ნუ რობინზონა და ხო დახურულად ჩაითვალა ამიტომ არც ერთი კაბა ხელფასიც არ მაქვს კი 250 ლარი მანეთი იყო მაშინ მაგრამ ისიც არ მომწეს იმიტომ რომ დახურულია კინო და ამიტომ იქით უნდა გადავუხადო რაღაცა მოკლედ ხო და მოკლედ ეს არის რომ ჟოელი მეუბნება ნანა ვიცი არ შეიძლება სცენაზეცო და ეხლა იმხელა ფართი გელოდებაო მთელი ამბავია შენთვისო აგერ იახტა დაქერავებულიო და იახტაზე არის ეხლა რაღაცა უნდა სხვა რამე ჩაიცვაო რა უნდა ჩავიცვა არა მაქვს არაფერი მაგრამ შარფები მაქვს რაღაც აღებული მიყვარდა შარფები და რაღაცები შარფებიდან და ქინძისთავები რომელიც მქონდა ეს მე ქინძისთავები და შარფებით გავიკეთე საღამოს კაბა აი დიზაინერი ვიყავი ჩემი კავის და ჟოელი მეუბნება ხა ნანა არავის არ ჩაეხუტო ხა ყველა დაიწყებს მოლოცვას ჩახუტვას და რამდენი ეს ქინძისთავები შეერჭობათ გამოძვრება გაგხდიან დაჩები ტიტვები ესე იგი ფრთხილად იყავი მოკლედ მიერი ეს ფანტასტიკური ეს ფეიერვერკები და რაღაცები ცი დირიჟაბლი გაფრინდა და დაწერა ცაზე ესე თეთრი იმითი ნანა და მაქვს ეს ფოტო გადაღებული დირიჟაბლი რომ მიფრინავს და ესე და ხო ეს კონვერტის ისტორია ხო კონვერტის ისტორია ეს მაპატიეთ მე ხო სულ მოკიბვა მიყვარს მოკლედ მივედი იმაში დესკ იმაზე რეცეპშენში სასტუმროში და მეუბნებიან თქვენთვისო კონვერტები არისო და წერილი და მაძლევენ რაღაც ეს რაღაც დიდ პაკეტს და ჰანს შლეგელისგან ჰანსმა გავაღე და რას მეუბნება რომ სოპოტი გააგზავნა სხვადასხვა კინოფესტივალებზე და შიგ დევს კონვერტებში ფული 7 გრან-პრი მაქვს აღებული წარმოგიდგენიათ ხო რა ჭკუაზე ვარ ანუ ჰანს შლეგელი არის ის რომელმაც მოიპარა მაშინ რო წაიღო ფილმი რო წაიღო მაშინ მოიპარა მოგზაურობა სოპოტი 7 წელია გასული რაც გადავიღე სოპოტი ხო და ესე იგი აი ესე 7 წლის მერე და აი ესე ეს გატენილია ფულით ეს კონვერტი საწავიღო ახლა მივდივარ იახტაზე მოკლედ ჩავაბარი ისე ყველაფერი ისე და ჟოელი მეუბნება რა არის იცი ბარემა მოდიო რა ესე გავაკეთოთ რადგან ეხლა უნდა ამაღამო უნდა დაждდე მატარებელზეო და ღამე უნდა იარო პარიზამდეო ეხლა ესეთი ის არის რა განრიგი და ბარემ მე დილით მანქანით მივდივარო და მოდიო რა მანქანით წავიდეთ მთელ გზას პარიზამდე საფრანგეთს გაჩვენებო რა მთელ გავგიზდი სიხარულით რასაკვირველია მეთქი ეს ყველაფერი წავედი და ღამის 2 თუ 3 საათი უკვე აღარ მახსოვს გამოვედით ამ იახტიდან და მივდივარ ჩემ ნომერში ჩემ რიც კალტონში ჩემ ფანტასტიურ ნომერში და გასაღები უნდა ავიღო და კონვერტი უნდა ავიღო კონვერტს მაძლევენ და გასაღებზე მithყვის თქვენ ნომერი აღარა გაქვთ მორჩა ხო მატარებლით უნდა წავიდე მორჩა აგერ თქვენი ჩემოდანში კი პატარა ის რა თქვენ მიდგას მე ამ სიფლიფანა რაღაც იმეებში შაფიკებში კინძის თავებში ვდგევარ ესეთი დეკოლტეებში და იმეებში ხო და რა ვქნა ახლა და ნუ მოვკიდი ამ ჩემოდანს ხელი და ძალიან დასტოინად გამოვედი მაინც აქედან რომ ჩემი კამერადორებით და ამ ხელაფულებით მაგრამ ერთი კაპიკის დახარჯვის უფლება არ მაქვს იმიტომ მე ნომერს ვეღარ გადავიხდი იმიტომ ყველაფერი უნდა ჩავაბარო დგას კინოში ხო და გამოვედი ეს ჩემოდანში კი ტამითი და რა ვქნა იქვე რისკალტონის წინ პატარა ბორძორჩიკია სადაც პლაჟზე ხშირად დავდიოდით როგორც ამისი მაგრამ ეხლა ჩაკეტილია პლაჟი ღამის 3 საათზე ბორძორზე გადავძვერი ჩავედი პლაჟზე და
ისინი როა ტაფჩანები რა ეს ისინი იმაზე დავწიქი დავიფინე რაღაცები ჩემოდნიდან შალი მალი რაღაც ჟაკეტი ისანი ამოვიღე რაღაცა ჩავიცვი შევიფუთნე და დავიძინე დილით ვიღვიძებ ეს ტიხმისგან რა ხდება გავაღე ესე თვალები რა ხედავ რომ ესე იმას ხვიცი ქვიშას რომ ვარცხნიან ესეთი ისინია რაღაც სავარცხლებია სპეციალურიზე და სპეციალურად ჩემს გარშემო ჟება რომ გამაღვიძოს გაიგე ეს ბომჟი ვგონი ვარ ნუ გდივარ იქ და ეს ვიზძინავს პლაჟზე როგორ შევედი მე გავაღე მე როგორი სადნუ თუ აქ ჩამეძინა რაღაცა ესეთი რაღაცები ტაცი ამ ჩემი ვარსკვლავურად აბსოლუტა ვარსკვლავ და ესე გავედი დავხდი ჟოლს რომ მოუყევი ჟოლს გავუსკდა ტირილი დაიწყო მეოთხე არც ვიცოდი სად ახარ სად გძინარ სად ცხოვრობ აზე არ ვიყავი მოკლედ ასე მთელი გზა ნუ კარგი ეს ყველაფერი ნუ პარიზის აღარ მოგიყვებით ყველაფერი ეს ფანტასტიკა და სხვა პლანეტიდან ჩამოვფრინდი ისევ ჩვენს პირდაპირ ჯერ შერემეწევაში რომ ჩამოვფრინდი და ჩემი კამერადორი არ არის აი ესეთი ვერცხლის ყუთი ეს კოფრი ესე არ არის არ მოდის გევა მთელი ბარგი ჩამოვიდა ყველაფერი ჩამოვიდა არ არის ჩემი კოფრი რა ვქნა და ავტეხე სკანდალი და ავტეხე წივიგივილი მეოთხარი აქედან როგორ ჩემი კამერა ჩემი ისე თურმე მომპარეს გაიგე პარავე და კამერას და მოკლედ დილამდე რომ ვერ გამიყვანეს აქედან და წივილკივილი და ესა და ისა და სადაიკარგა რა მე მოგიტანთო მე ვიპოვითო ალბათ სადმე სხვაგან წავიდო ალბათ ესა ისა ნუ მოკლედ მაინც გაქურდეს აბსოლუტურად ყველა დეტალები ზუმი ყველაფერი წაიღეს ამოიღეს რაღაცნაირად ეს ჩონჩხი მაინც მომცეს ნუ მე ისიც მოიპარეს բայց კამერა დორ პრიზი არის კამერა ატონი გაძლევს ფანტასტიურ თავის კამერას ნამდვილი კამერა ატონი გაძლევს თავის ფანტასტიურ კამერას ოკეი და ფულს ფულიც ამას პარეს და თავისი სიგელები და თავის ეს ყველაფერი წარწერებით ყველაფერს გაძლევენ ეხლა მოკლედ ჩამოვედი გოსკინოში ეს დიდი კონვერტი მიჭირავს და პირდაპირ ამით ყველაფრით მივდივარ გოსკინოში რომ ჩქარა მიუსწრო შერემეწევოდან აეროპორტიდან პირდაპირ სახლში რომ არ შევიდე რომ არის ფიქროს რამე რომ არის ფიქროს და რაღაცა მე ხლა რა ვქნა ყველი მაქვს მოწერილი და წარმოიდგინეთ ეხლა უზარმაზარი გრძელი კაბინეტი და უგრძესი მაგიდა და აი ამ მაგიდის შუაში ზის ეს საზიზღარი არ მაშ ესე იგი მის მოპირდაპირ მხარეს დამსვეს მე და ჩემს გვერდით ზის ბუღალტერი აი ეს 200 კილოიანი ქალი და ესე იგი აი ესე თან როგორ არის იცი სხვადასხვა ფულია იმიტომ რომ აქ ფრანგული ფრანკებია ევროები ჯერ ხო არ არის არა ფრანკებია იქ დოიჩმარკებია იქ სოპოძე ხო არ ქონათ მოწერილი ხელი ის ხო არ იცოდეთ ის გრან-პრი ეგ მაინც არ დაგებულა კარგი რა მაგის ნერვები და თავი მაგ იმიტომ ნერვიულობს ეს ესე იგი აი ესპანური ესენი დოლარები დოიჩმარკები ფრანგული ფრანკები აი ესე პაჭკა აი ესე ითვლიდა ეს ბუღალტერი რამდენი იყო გახსოვთ და აი ესე უყურებდა ეს ისა ეს თავჯდომარი აი ესე ყოველ კაპი აი ეს სუხელში უყურებდა როგორ ითვლიდა ის და ესე პაჭკებად ალაგებდნენ და უცებ აღმოჩნდა რომ 9 დოიჩმარკა მაკლია 9 დოიჩმარკა არის რა ვიცი ნუ ერთი კრუასანი არ არის გაიგე ერთი სენდვიჩი არ არის 9 დოიჩმარკა მაგრამ აკლია კიდე ერთხელ გადათვალეს სხვა ფულები წესრიგში იმიტომ რომ ყველა სხვა თავის საბუთი აქვს
მითხრა აი ეს სერიოზული დარღვევა გლამის გული წამევიდა რა ვიფიქრე ესე იგი ეხლა ისევ ჩამსვავენ ამ გაუსვლელობაში აღარც კინოს მომცემენ აღარც არსად გამიშვებენ დედას მიტირებენ რა ვქნა და ეს ბუღალტერი ფილიპ მატვეიჩ თუ რაღაცა ერქვა აღარ მახსოვს თუ მატვეი ფილიპი აღარ მახსოვს არი ნერვიულოთ იმას საწყნარებს გაიგე თქვენ არი ნერვიულოთ ნუ რაღაცას მოვიფიქრებ არ ვიცი ეს ამბობს ეს ძალიან რთული დარღვევაა ესე იგი თქვენ მოგიხდებათ თქვენი ხელფასიდან თითო მარკა 7 მაგად გადაგვეხოთ ამდენი ხელფასიც არა მაქვს გაიგე მოკლედ ვაიმე რა ვქნა როგორ მოვიქცე რა და მოკლედ ამ ქალმა მითხრა წამომყევიო და ამ ამ დროს რა არის მართლა ამ კანის ფესტივალიდან იმდენი საჩუქრები ვიღაც ხალხი მოდიოდა ზოგმა სუნა მომაჩუქა ზოგმა საათი რაღაც ზოგმა ბრასლეტი კი ზოგმა ესა ზოგმა რაღაცებს გჩუქნის ხალხი მაშინ ესე იყო რა რომ ჩამო სენიდან გამარჯვებული რო ხარ და რაღაც რეპორტიორები მთელი ამბები და ეს მაქს ამ ჩანთაში ფრანგული სუნამო რა არის აი პირველად დავინახე მანამდე ყველაზე კაი სუნამო საბჭოთა კავშირში იყო კრასნაია მოსკვა ვიცი კი გამიგია საიდან იცით ახლა თქვენ მე არ ვიცი მე ბებერი ვარ ამასთან ჩვენ ვართ ახლა სამი თაობა ეს პატარა მოკლედ ფრანგული სუნამო პირველად და ვიღაცა მაჩუკა გაიგე და რა ვქნა ახლა როგორ და რო შევედით ამ ქალის ბუღალტერიაში ხტები მე რომ ბუღალტერთან აღმოჩნდა ბუღალტერიაში აღმოჩნდა და მე ყველა ქვითრებს ვაძლევ უკან სასტუმროს ქვითრები ტაქსის ქვითრები აეროპორტში წასვლა წამოსვლა ყველაფერი ჩავაბარე და მიწერია ერთ-ერთ ქვითარზე რომ რაღაცა ესა 56 ფრანკი ეს ქვითარი ამას მე არ ვიხდი იმიტომ რომ მე ეს ფული არ მაქვს მაგრამ ნუ აი ეს დაიხარჯა და ამას ეს გოსკინო თუ რაღაცა ამან ესე შეხედა რაღაც იქ წინ კალმისტრების ისუდებს რა შეხედა კარგად რაღაცა აქ სინჯა კალმისტრების სინჯა აი ეს მელანი მოძებნა და წინ ერთიანი მიუწერა და უცებ გახდა 156 და მეუბნება აიო გადაგარჩინეთო ვაი ძალიან დიდი მადლობა ტირილი დავიწყე დავით უღრმესი მადლობა ვტაცი ამ თელჩემ საჩუქრებს რაც მაჩუქეს ყველაფერი მივეცი ძალიან დიდი მადლობა რომ გადამარჩინეთ და მოკლედ წამოვედი აი ფულის ამბავი მაგრამ დღეს ფულს აღარავინ აღარ იძლევა ასე რომ მაგის დარდი ნუ გაქვს დღეს მაინც აღარავინ ფულს აღარ იხდის ის კი არა ხა გადავიდეთ ძალიან გადავარდით ხო და თან ბევრი გვაქვს ძალიან მე მგონი ეს ისტორიები ყველა საინტერესო მე არ რაც ლაპარაკ იმ ქვეყანას მის მისტერის უბრალოდ იმას უნდა ვიცი იცი რა შესაძლოა მე არა ჩემი თაობა კიდე რომ იტირის არიან ეგეთები სხვა კი ვისაც არ უცხოვრია რომ არის კარგი ქვეყანა იმიტომ რომ არიციან რა ქვეყანა იყო მაგრამ იცით მაგრამ მთელი საქმე იმაშია კიდე რომ დღევანდელი ჩვენი სავალალო მდგომარეობა ჩვენი კინო ისეთ დღეშია რომ ძალიან ბევრი რამ მეორდება და ძალიან ბევრი კიდევ სულ უფრო უარესად მეორდება იმიტომ რომ ფული არ არის ცენზურა გაჩნდა და ფული არ არის ჯერ საზღვრები არ ჩაკეტილა ეგა საზღვრები არ ჩაკეტილა ჯერ ჯერ ესე გავაგრძელეთ მოდი რა მაინტერესებს სინანა კიდე ძალიან რომ ზოგადად ეხა ამხელა წარმატება იყო ხო ეხა კანზე დიდი წარმატება კინოში არაფერს არ არსებობს რამე ჰორიზონტები აი მაგ დროს გაიხსნა შენთვის რომ აი რა მოხდა იქვე კანში ხელი მომაწერინა მარინ კარმიცმა ეს ემკადუ
ესე იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილმი ხელი მოაწერა ჩემთან რომ უნდა ფილმი გადავიღო მაგის სტუდიაში და ესე იგი გაუგზავნე მაშინ ფაქსები იყო და ფაქსით გაუგზავნე მე და ესე იგი ისა სინოფსისი ხუთგვერდიანი სინოფსისი ფაქსით გაუგზავნე და მიიღო და თქვა რომ დავიწყო წელი და გოსკინომ უარი უთხრა კატეგორიულად ოკეი და მე დაინგრა საბჭოთა კავშირი. მე დაინგრა დაინგრა ქართული კინოწარმოებას, მასთან ერთად ჩაიყოლა საბჭოთა კავშირმა ქართული კინოწარმოება. თქვენ წახვედით სად? მე წავედი გერმანიაში, იმიტომ ჯერ წავედი საფრანგეთში, იმიტომ რომ ფრანგებმა კანის ფესტივალის მერე მომცეს ესეთი ფანტასტიკური პროგრამა და სტიპენდია არსებობდა შატო-ლანაპოლში. ეს არის კანიდან დაახლოებით, 20 კილომეტრია თუ რაღაც, იქვეა, მოკლედ. ფანტასტიკური ძველი შატოა, რომელიც ფრანგულ ძველ შატოზე ამერიკელმა ანრი დე მარეკლოზმა აშენეს მერე ეს თავისი ეს შატო და ულამაზესია პირდაპირ ზღვაში ნახევრად ზღვაში დგას და რაღაც ფანტასტიკური სილამაზე ის არის რა აი იმაში ეს სტიპენდია ეს შატო დაპატიჟა 12 კაცს პატიჟებდა სხვადასხვა პროფესიის კომპოზიტორი, რეჟისორი, მწერალი, მხატვარი, მოქანდაკე, მოცეკვავე და აი ეს 12 სხვადასხვა პროფესიის ხელოვანი და მე ამ 12-ში დამპატიჟეს. რაღაც ატელიესავით. აი იცი როგორ ატელიეს გაძლევენ, სტიპენდიას გიხდიან, კიდე ფულს გიხდიან და 6 თვით მათთან ცხოვრობ. გაკ ყველაფერი დღეში 3 კვება მანქანა რომელიც და ყოველ საღამო რაღაც ვიღაცები გეპატიჟებიან ხან ამ რესტორანში ხან იმ რესტორანში ხან იმ შეხვედრაზე სულ ჟურნალისტებთან შეხვედრა პროდიუსერები მოდიან შენთან კონტრაქტები აი ყველაფერი აი იქ ეს სტიპენდია მომცეს ხო ეს სტიპენდია რომ მივიღე მაგრამ რა არის ის ამ სტიპენდიასაც გამარჯვება უნდა რა ხო გასაგებია კონკურსად ხადებენ და ამაში გაუგზავნე მე ჩემი ისა სინოფსისები კი მარტო სინოფსისი არ არის რა ჩემი პროგრამა გაუგზავნე მთელი რა უნდა გავაკეთო და სხვათა შორის 27 დაკარგული კოცნა დავწერე იქ და დავიწყე 1001 რეცეპტის ისა წერ და კიდე ბევრი რამე გავაკეთე იქ და ეხლა ეს ფილმი არ გადამიღია მაგრამ შატო-ლანაპოლზე დავწერე სცენარი თვითონ მაკაურობაზე ხო მარტო შატოზე მაგრამ ისა და მერე და მოკლედ ძალიან ინტენსიური მუშაობა იყო ყოველ საღამო გამოფენებს გვიწყობდნენ მე იქ ფილმი გადავიღე მე იქ კამერა მომცეს და მე ამ 12 პერსონაჟი რომლებიც იქ იყვნენ ყველაზე ცალ-ცალკე გადავიღე და ცალ-ცალკე ყველანი გადავიღე და პატარა ფილმი აუწყე და მე ამ შატოს ვაჩუქე მაგრამ მაშინ აი ამხელა ისინი რო იყო ხო იცი ეს ბანდურა ისინი ვიდეო კამერა ხო უკვე ვიდეო კამერები იყო ხო და ესე იგი ამ იმისი ამხელა კასი VHS-ები და აი ეს მაგითი გადავიღე და ფილმი მივეცი და მან დრო აღმოჩნდი და მან დრო ვიმუშავე ეს იყო კანის ფესტივალი ესე იგი ხო ეს იყო 3 წლის მერე კანის ფესტივალის მერე მან დრო ვიცხოვრი მან კიდე დავწერე ერთი გერმანული სერია სიუჟეტებისა რაღაც სინოფსისები და რაღაც ისინი და გავაგზავნე ბერლინში იყო ესეთი პროგრამა ნიპკო პროგრამ და ამ ნიპკოში გავაგზავნე ჩემი ეს ნამუშევრები იმათ ამიყვანეს ეს ჩემმა გაიარა კონკურსი ამ ჩემმა ნაწერებმა და ამ ჩემმა სცენარები არისო სინოფსისმა და ამ იმათმა თემებმა ხო და იქ უკვე 1 წლით ამიყვანეს გერმანია ბერლინში ესე იგი იქ ამიყვანეს 1 წლით მაგრამ მე იმდენად ბევრი პროდიუსერი გამიჩნდა იქ და იმდენად უკვე კიდე ავაწყე რაღაც ისინი მუშაობები აი დავამთავრე 27-ից მე იქ დავწერე waiting of this ესე იგი ზღვის მოლოდინში და მოკლედ რაღაც და აი რა მაინტერესებს ესე იგი რა იქ 1 წელი ვსწავლობდი იქაც სტიპენდიას მიხდიდნენ ოფისში დავდიოდი ესე იგი ვილგელმ პიკის ეს ბერლინია ბერლინია ვილა
რომელიც აი DDR-ის ის პრეზიდენტი რო იყო რა, იმისი ვილა ამ პროგრამას ჰქონდა როგორც ამ სტიპენდიანტების საცხოვრებელი სახლი. იქ ვცხოვრობდით, ამ ვილაზე ვცხოვრობდით. ესე იგი, მოკლედ საფრანგეთში შატოში აქ ვილაში, ხო, ესე იგი, თან სტიპენდიას მიხდიან. მაგრამ ცხოვრება ჩემ ხარჯზეა რა. და ამიტომ მქონდა საშუალება და მაშინ აქ ომი, უბედურება, უსინათლობა, უწყლობა, რაღაც საშინელება სროლა ქუჩებში და პატარა ჩემი ძმისშვილი, ჩემი ბიძაშვილი, 3 ბიჭი წავიყვანე და მეზობლის ბიჭი, 3 პატარა ბიჭი წავიყვანე, რომ არ მოხვედრილიყვნენ აქ და ჩემთან იქ ვაცხოვრებდი, გერმანულ სკოლაში ვატარებდი გერმანიაში და მოკლედ იქ ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ ეს ბავშვები, 12-13 წლის ბიჭები რა. და იცი რა კითხვა. ხო და ხო, ერთი წუთით მაშინ ერთი წელი რომ გავიარე, მე ამ სტიპენდიამ კიდევ ერთი წელი გამიგრძელა, იმიტომ რომ აწყობდათ რომ დარჩენილიყავი, იმიტომ რომ პროექტები დავიწყე და იმათაც აწყობდა რომ მე ბოლომდე ეგ მიმეყვანა. და მივიყვანე. აი რაღაცნაირად ახლა ამ გადმოსახედიდან რო უყურებ, ხო? მაგ დროს ქართული კინო ფაქტიურად აი თითქმის მოკვდა, იმიტომ რომ ქვეყანაში იყო ისეთი მდგომარეობა. ისა და აი ამ ვინც წახვედით პრინციპში, ისინი უფრო ანუ რეალიზაცია იმათმა უფრო მოახერხეთ, ვინც აქ დარჩა. ანუ იმიტომ რომ აქ არანაირი საშუალება არ იყო არაფრის. ანუ ხო აი კინო აღარ ფუნქციონირებდა, კინოსტუდია აღარ ფუნქციონირებდა და აღარ იყო აღარანაირი საშუალება. ეს იყო 9 აპრილიდან რო დაიწყო და მიყვა და მე აფხაზეთი და სამაჩაბლო და რომელ წელს დაბრუნდით თქვენ? მე დაბრუნდით კი არა, ძალიან მე ასე კი არ წავსულა. მე სულ მივდი. მაგრამ მე ეხა უნდა გადავიდე ძალიან მნიშვნელოვანი. მე ჩემი გადმოსახედიდან გეტყვი ხა 90-იანები არის, არაფერი არ ხდება საერთოდ, მით უმეტეს კინოში. მე მაშინ თეატრში ვსწავლდი კინო სამენეჯეროზე, ეგეთ ფაკულტეტზე, არა, საერთოდ რა ვსწავლდით, რუსთავზე სროლა იყო და ამ დროს ბაზრდება, ეგეთი ამბავი მინდისო. ვინც კი კინოში არის და რაღაცა რომ ჩამოდის პროდაქშენი ნანა ჯორჯაძემ ჩამოიტანა გააცოცხლა უცებ. კინო ხო მკვდარი იყო, ანუ ყველა პროფესია ხალხი არ ვიცი მე. პურის ფულზე ფიქრობდა და უცებ ჩამოვიდა ძალიან დიდი პროდაქშენი ეს იყო და ფრანგულ, გერმანულ, ქართული როგორი ამბავი საფრანგეთში ჩამოვიყვანე განათდება უცებ რაღაცა რა და ანუ რო უთხრათ თქვა ჩვენ მაყურებელს შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი ხო დაიწყო ამ ძალიან დიდ მართლა იმ დროისთვის იმხელა პროდაქშენი იყო რომ რა ვიცი აი ეგ რა მოხდა ხო ეს რა იყო რა მოხდა კანის ფესტივალზე ხო მანამდე კიდე ესე იგი ამ გერმანიაში რო ვიყავი და რო მუშაობდი ესე იგი ეს ყველაფერი ეს არ ხდება ორ დღეში ნუ ამას დრო სჭირდება რასაკვირველია მაგრამ მე ძალიან ინტენსიურად დავიწყე მუშაობა გერმანიაში დოკუმენტური ფილმი გადავიღე, ეგ სტატიებს ვმუშაობდი, დოკუმენტური ფილმი იშტვან საბოზე და ტილდა სვინტონზე მიხომ გადამიღო სხვათა შორის როგორც ოპერატორმა ხო და მაგას ვიღებდით. მოკლედ ეს ნუ მე რაღაც აქტიურად იყავი სულ მოკლედ სულ ვმუშაობდი. მე მოკლედ მეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადავიღე მიტინგ რაღაც იქ სულ რაღაცებს გერმანიაში ვიღებდი. მაგრამ თან ვამზადებდი სულ და კანის ფესტივალმა დამპატიჟა ჟურიში. კანის ფესტივალმა დამპატიჟა ჟურიში აი ამ პერიოდში. პირდაპირ გერმანიიდან წავედი, ესე იგი, კანის ფესტივალზე ვარ ჟურიში. და ჟურიში რო ვარ, ჟურის თავმჯდომარე იყო მაშინ ჟერარ დეპარდიუ და ჟურიში ვიყავით პედრო ალმადოვა, ჯემი ლი კერტის, მერე ტუბიენა მერე ლესტერ ხო ნუ მოკლედ ისიც კაი ჯგუფი იყო მოკლედ ისიც ხო ვერაფერს ვერ იტყვი და ესე იგი ვართ რაღაც პარტიზე საღამოს ყოველ საღამოს ან სადილად რაღაც ვიკრიბები და ჩემს პირდაპირ ზის ვიცანი პიერიშარი აი ესე და უყურებდი აი ესე ზის აი ესე თავისთვის რაღაც კუთხეში და
რაღაცნაირად აი თავის თავში ჩაღურული რაღაცნაირად. ამ დროს მიჩვეული ვარ რაღაც მაგის ფილმებში სულ რაღაც კლოუნადაა და სულ რაღაც კი თითქოს სევდიანი, მაგრამ ის არის რა ისეთი კომიქსების კომედიური ჟანრის, ესე იგი, ნუ ყველა კომედია პრინციპში სევდიანია, მაგრამ ისე ვამბობ რა, ესეთი ჟანრის ის არის. კომიკოსია მოკლედ. ხო და ზის ისეთი მარტოკა და სევდიანი და უცებ ვეკითხები ესე. უკაცრავად მეთქი, იცით, მე ძალიან მიყვარს თქვენი ფილმები მეთქი. მაგრამ არასოდეს არ გიცდიათ ამპლუას გამოცვლა ჟანრი, იცი არავის არ შემოუთავაზებიო და შემოგთავაზებთ მეოთხე. იცი აი ამ დროს აი აზრზეა რო არა ვარ. თიკო ვაჩნაძისა არ იყოს, რატო ვიღებდი მთელი დღე გრემში ამ ქალს და მე მთავარი გმირი გახდა. და ხანდახან არ ვიცი ხოლმე რა, რას წამოვროშა ლევან პაატაშვილთან რომ მივედი და მივაჭერდი. იცი უცებ რაღაცეები მემართება ხოლმე და მეთქარი კი მეთქი შემოგთავაზებთ. ხო, მითხრა. და უცებ მეუთხარი აი ესეთი ფრანგი ის იყო მეთქი. ზარეული ხო. ფრანგი მზარეულის ისტორია საქართველოში მეთქი გაწყობთ. უიმე ისეთი მზარეული ვარ. ისე მიყვარს ესეთი რამე. კი. ეხლა ნუ ვიფიქრე, იცი, კანის ფესტივალზე ასეთი ლაპარაკები იმდენი ხდება. თან სუფრაზე, თან ესა, თან საღამოთან. ნუ ვიფიქრე, ნუ. იცი რა, მეორე დღესვე დამავიწყდა. მაგრამ ერთმანეთს ხო მივეცით ეს მაშინ ისე ფაქსები. და უცებ მიგზავნის ფაქს. სად არის ჩემი? მზარეული. და მე კი არ მიგზავნის, მე ხო სტუდიაში მაქვს ფაქსი, მე სადა მაქვს ფაქსი, სტუდიაშია ფაქსი და სტუდიიდან მეუბნებიან რომ ნანა შენთან მოვიდა საფრანგეთიდან. მოკლედ აუ სასწრაფოდ დავწერეთ რაღაცა ერთი ამბავი დავსხედით მე და ირაკლი ხო მოკლედ დავწერეთ და გაუგზავნე ეს აუ სინოფსისი მოეწონა იმ წუთას ფრანგი პროდიუსერი პირდაპირ ჩამოვიდა სანამ სცენარი იწერება სანამ ჯერ კიდე ბოლომდე არ არის სცენარი მზად მაგრამ უკვე პრაქტიკულად რაღაც გამოიხატა ჩამოდის ეს ფრანგი პროდიუსერი და მეუბნება რომ ნანა შენთან გავზო აი ესე პერიშარი აი ესე გადასარევია უნდა რაღაცა ესა და უნდა რაღაცნაირად იცი მინდა გაგაცნო ჩვენი მთავარი პროდიუსერი არის სერ ზილბერმანი არის ლეგენდალური პიროვნება ესე იგი პროდიუსერი რომელმაც მთელი კუროსავას ფილმები და ბიუნუელის და ესეთი აი მაგასთან ვმუშაობ მე და მე მაგის ესე იგი მაგასთან უნდა მიგიყვანო და გაგაცნო და უნდა გააკეთო აუ დავიწყე ფოტოების და მე საერთოდ რას ვაკეთებ ხოლმე იცი ყოველი სცენარისთვის რაღაც ჩემთვის ფოტო ალბომებს და ნახატებით იმეებით რას კადრირება ფოტოები ადგილები მსახიო რაღაცებს სულ ხატავს სულ ფოტოებს და რაღაცა ეს ალბომებს ვაკეთებ ხოლმე რა დავჯექი და გავაკეთე ეს ალბომი და მითხრა ეხლა უნდა წავიდეთ პარიზში ანდა ბერლინში ვარ რაღაცა და არა და ჩამოვქანდით თბილისში ყველაფერი ეს გადავეყე გავაკეთე მომამსე და წავედი ისე ბერლინში და ჩავედით საფრანგეთში და როგორც ის აი ესეთ იმეებს ვაკეთებ ხოლმე რა აკორდეონებით ის ყოველ ფურცელზე მე შიგნითა ფურცელი ფოტოების კიდე ასე განშლები და რაღაცები აქეთ სხვანაირად მოკლედ გასართობი რამეა რა ესეთი ვიზუალური რაღაცაა რომ კინოს ხასიათს დაინახავ რა თავის კოსტიუმებით და ყველაფრით მოკლედ ესე გავაკეთე და ჩავედით ამ სერ ზილბერმანთან მივედით პარიზში ოფისში ნუ გავიცანით ერთმანეთი ეს ათვალიერებს ეს ყველაფერი ნახო ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერია ნუ დაჯექიო და ნუ მომავალი წლისთვისო იქნებ მოემზადებიო
აი უცებ ავფეთქდი. როგორ მომავალი წვისთვის? ეხლა მინდა, სადა, რატო გაზაფხულია, ზაფხულში გადაღება მინდა. და ბამ, ბაღ, ბუხ, რა, ხლუყ, დავიწყე ესე ჭერში სირბილი ასე რაღაცები მიყურებს ესე, ეს ვინ არის გიჟი გადა. მე ვთხარი, აი ესე, მე ყველაფერი ხო და თუ მზად გადაიღე. გესმის და ეს მარკიცეს ჩემი ეს ფრანგი პროდიუსერი და მოკლედ აი ესე ჩამოვედით თბილისში. მივედით კინოსტუდიაში საწყალი რეზო ჩხეიძე უკვე პრაქტიკულად აღარ მეფობს. და ვინც მეფობდა იმათ რო შეხვდა გამოვიდა იქიდან და თქვა აუ მე ამათთან კინოს ვერ გადავიღებ. და ვდგევართ კი არა და რა ვქნა და ამ დროს მოდის ბუბა ხოტივარი კინოსტუდიაში დილომში. რა იყო რა ხდება რა ჩამოგტირით საფხეები და მე ვთხარ აი გაეცენ ჩემი ფრანგი პროდიუსერი. მე ვთხარ აი ესე მეთქინო. წამოდიო რა ჩვენთანო რა. აგერ მე და თემურ ბაბულანსო გვაქვს სტუდიო ადამი და ევაო გავაკეთეთო იმის ბაზაზეო. აღმაშენებელზე ძველი პავილიონში და ემაშიო ნუ გაგიკეთებთ ყველაფერს. მოვკიდე ხელი. ესე იგი ამას ამ ჩემ მარკს და წავედით ამ ფრანგ პროდიუსერს და წავედით მივედით თემური თქვა ყველაფერს გავაკეთებთ. მოკლედ და აი ეს ჩამოვიდა უზარმაზარი პროდაქშენი. ამ დროს მე უკვე გერმანიაში გაცნობილი მყავს ესე იგი ლორან დანილუ მარკ რუსკ ესა ხო ნუ ეს მარკ რუსკარი კი ლორან დანილუ ოლივერ დამიენი და ეს პროდიუსერები რომლებსაც უკვე ჩემთან მუშაობა უნდათ იცი ისე რომ შემოვიდნენ უცებ კოპროდუქციაში გერმანიიდანაც და ისე და რაღაცნაირად ესე შემოვიდნენ და რუსეთიდან ესე იგი მაშინ გერმანიაში ცხოვრობდა და მუშაობდა ну რუსეთიდან არის უკრაინიდან იყო რადნიანსკი ალექსანდრ რადნიანსკი და მე ჩვენ ძალიან მეგობრობდით და იმანას ხო მეც მინდაო რა და ესე იგი აი ესეთი დიდი კოპროდუქცია გამოვიდა იენს მოერერი ოლივერ დამიანი ეს მარკ რუსკარი რადნიანსკი ესა და ნუ მოკლედ მთელი ეს პროდაქშენი თავის ტექნიკით თავის ჯგუფებით თავის მთელი ფრანგული ჯგუფ და გერმანული ჯგუფები და ესე იგი უზარმაზარი პროდაქშენი ჩამოვიდა და აქედან მთელი აქ პროფესიონალი ვინც აი ყველა ავიყვანეთ რა აი ყველა ავიყვანე რა ამდენად და ეხა დარწმუნებული ვარ მან რომ ჩავყვეთ მაგას ვეღარ დავამთავრე იმდენი რამე ისტორია იყო ხო უბრალოდ ეხა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც საქართველოს ისტორიაში პირველად და სამწუხაროდ ჯერჯერობით უკანასკნელი ცუდი სიტყვა ბოლოჯერ საქართველოდან მე უკვე ჩვენმა აც გარდაცვლილმა და საყვარელმა მეგობარმა ზაზა ურუშაძეც მოხვდა ოსკარზე, მაგრამ ის იყო უკვე ესტონეთის სახელით. საქართველოს სახელით ნომინაცია ქართულ კინოს აქვს ერთადერთი ამ ფილმს და მაგიტომაც რომ დაიწყო მოკლედ ლევანმა და შენ რო თქვი თავდაბლად რომ ეხა გავწიცდეო. პრინციპში თქვა რატო არ უნდა ვთქვა ხო რომ ერთადერთი რეჟისორი შენ ხარ რომელსაც აქვს მოგებული კანის ფესტივალი და არის ოსკარის ნომინანტი და რავი ძალიან დიდი ამბავია იგი მე მგონი. ეგ ისტორია ოსკარზე რა აი როგორ მოხდა? ოსკარზე როგორ მოხდა? ესე იგი, ნუ დავამთავრეთ ეს ფილმი მთელი თავისი უსინათლობით, სიცივით, უწყლობით, არაგათფობა, არაფერი, მაგრამ აი მართლა ბოლომდე ვიმუშავეთ. იცი, აი ძალიან ძლავრად ვიმუშავეთ, ისე რომ ესე იგი ფანტასტიურად ვიმუშავეთ. ყველა პროდიუსერებმაც, ჯგუფმაც, მსახიობებმაც, ყველა მხრიდან. აი ფანტასტიკური მუშაობა იყო, მართლა ძალიან მაღალ დონეზე და ესე იგი მართლა საოცრად იყო და ესე იგი უკვე პრაქტიკულად დამთავრებულია და აი უკვე ესეთი რო ზიხარი რა, ხო იცი კინოსტუდიაში, სიბნელეში ვზივართ და ისინი
გვინთია ლამპა დვიჟოკები თუ რა ქვია გენერატორი პატარა გენერატორი რო იმითი ანთებული რაღაცა პატარა ბჟუტავს და ზივართ იცი პატარა აკუმულატორით ჰა აკუმულატორით აი არაფერი ხო რა ვიცი ნუ რაღაცა რა ქვია მოკლედ პატარა ნატურა ბჟუტავს ძირითადად ორი სანთელი გვაქვს და ნავთის ისა კიდე ლამპა გვიდგას და რკინის ღუმელი და აქ ვთბებით იმიტომ რომ და იქ მაინც ოდნავ ერთ ოთახში ვართ და ყველას გვთბილა რა და ვზივართ ეხლა და უცებ აი აღარ მახსოვს ვინ თქვა რაღაცა რომ დღეს ვიცი ბოლო დღეაო ოსკარების წარდგენისო ხო და მე ბოლო დღე როა ხო იცი რომ ჩვენ 12 საათი გვა განსხვავება ლოს-ანჯელესთან და იქ ჯერ კიდე მთელი დღე წინა გვაქვს ნუ ხო მე რა გავაგზავნოთ რა გავაგზავნოთ სად გავაგზავნოთ აი ზუსტად აი ესეთ დღეში ვარ უყოლა ვინ რატო დაიწყო ამაზე ლაპარაკი ეხლაც არ მახსოვს რა ხო და მოკლედ ამ ფაქსით წარმოგიდგენიათ ეს ფაქსის ამ ფურცლებ იქიდან რო თქვით რომ ჩვენ გვინდა საქართველოს იქიდან წამოვიდა ფაქსის ფურცლების შესავსები უნდა შეავსო წამოვიდა ეს ფურცლები და აი რამხელა აი პირსახოცები აი ამხელა რა აი მოდის და მოდის ეს ფაქსი რა აი ამას ვავსებთ და უშვებთ ზოგიერთი ფურცელი უკან გვიბრუნდება რომ არასწორად არის შევსებული აი ესე შეავსეთ იქ გვისწორებენ აი გენიალური ხალხი და როგორ იცი ესე იგი ჩვენთან რო გათენდა იქ ღამდებოდა რა და იქ მთავრდებოდა დრო იმისი და ჩვენ მოვასწარით და ბოლომდე გავუშვით და დავივიწყეთ რა წავიდა და უცებ დილით მადგებიან თავზე ჟურნალისტები რომ ეს რამდენი ხანი გასული გაგზავნიდან მაინც არ გაყევით საერთოდ არანაირი რას ლაპარაკობ არ ვიცი ხო შეიძლება რას ლაპარაკობ სად რა ეხლა მე მოგიყვები როგორ მოვხდი საერთოდ იქ უკვე საღამოზე ოსკარების საღამოზე ჯერ არის ის არის აი ნომინაცია თავისით ანუ იქ გაიარა ისე რომ თქვენ არ ყოფილიყავ აბსოლუტურად არც ვიცით არც გვახსოვს და საერთოდ ნუ რის ნომინაცია რა ოსკარები რის ოსკარი ნუ გავაგზავნეთ რა და დავიწყებული გვაქვს დილით მადგებიან და მაღვიძებს ორი ჟურნალისტი რომელიც მეუბნება გილოცავთ ნანა ნომინანტი ხარ ოსკარების არ ჯერავე მაგის აი კლინუს არა ალბათ შენმა პროდიუსერებმა რაღაცა არც ერთმა არ იცოდა არც ერთმა მოდი აწიბი პროდიუსერებმა არ იცოდნენ რომ ფილმი გააგზავნეს არ გაგზავნა კი იცოდნენ ალბათ არა ვინა მარტო ქართველმა მარტო არა იმა არც გერმანელებმა და არც ფრანგებმა არ იცოდნენ იმიტომ რომ ისინი უკვე წასულები არიან საქართველოსიდან და არის უთხარი რომ ვაგზავნე ხო და რა ვიცი всё გავიგე საქართველოსდან ვაგზავნით თან ხო ეგ ვიცი ალბათ პროდიუსერებს უცნაურად საქართველოს შეიძლება არ გაეგზავნათ აი ეგარი იმიტომ რომ ფრანგული სახელი შეიძლება წასულიყო გერმანული იმათ ფული იყო აბა ჩვენი ხო არ იქნებოდა ხო მაგრამ ეს ჩალიჩის გარეშე საოცრებაა ნამდვილად მაგრამ აი აბსოლუტურად არა ნუ თუ რამე სიწმინდე თუ რამე შემიძლია დავიფიცო არა ნუ უნდა დამიჯერო იმიტომ სხვა ესე იგი და აი ესე გავიგე რომ ვარ ოსკარების ნომინანტი და რო გავარდი და რო იმას ვქენი და ყველას რო უთხარი ხალხნო ნომინაციაზე წავიდა ფილმი რაღაც ეს და კიდე ბოლომდე ამჯერა და მე აღმოჩნდა რომ მართლა ესე იგი ჯერ კიდევ გოსკინოში ჯერ კიდევ არა გოსკინოში არა ბოდიში ეს უკვე ჩვენთან კინოკავშირში ხო კინოკავშირში და ელდარ შენგელაი იყო კინოკავშირში და იმან რომ მითხრა რომ აგერ ოფიციალური ქაღალდი მომივიდა რომ ხარ და ეს და მაშინ დავიჭერე ჩასწაული ესე იგი მაშინ ბოლომდე არ მჯეროდა და ესე იგი ეხლა ვემზადებით რომ უნდა წავი დაგპატიჟეს მაგრამ გზას ხო არავინ არ გიხდის არ გიხდის რა ვქნა
და მყავს ერთი ჩემ ძმას ყავს ერთი მანქანა ნივა და გადავწყვიტეთ მოდი ეს ნივა გავყვიდით რომ ბილეთი ვიყიდოთ ლოს-ანჯელესში და მთავრობის შეურნაზეს ხო იცოდით პირადად მას დროს რა ხდება იცი რა მთავრობა ხო 97 წელია თუ 16 90 და არ არსებობს არაფერი და კოპროდუსერები არც კოპროდუსერები არც არავინ და არც არაფერი არავის არ აქვს ფული რომ მე წავიდე იქ თავისთვის აქვს მაგრამ ჩემთვის არ აქვს გაიგე შენ იცი რომ მე ჰონორარი 1001 რეცეპტის 10000 მივიღე მარტო იქ ლოს-ანჯელესში მარტო იმიტომ რომ ნუ ეგ მასწავლეს რომ ასე უნდა ქნა თუ გინდა ფული 2 კაპიკის მიღება უთხარი რომ მე შემეძლო უფლება მიმეცა პროდიუსერისთვის რომ ის ყოფილიყო ან არ ყოფილიყო ამ საღამოზე და უფლებას არ მოგცემ მეთქი თუ ხელფას არ გადამიხდი და გადამიხადა მაგრამ ეს მე არ მომივიდოდა თავში მაგრამ მასწავლეს ჭკვიანმა ხალხმა ანუ გაყიდეთ ნივა გავყიდეთ ნივა და გავფრინდით ლოს-ანჯელესში იმაში რო რა ქვია მებებია ილიკო და ილარიოში ფაქიზოს რო ხიდია ძროხას რო აი ზუსტად ფაქიზო გავყიდეთ რა და გავყიდეთ ნივა და წავედით ირაკლი კვირიკაძე და მე წავედით ლოს-ანჯელესში და მოვხდით იქ და რომ მოვხდით იქ ეხლა ეს არ შემიძლია რომ არ მოვყვე იმიტომ რომ იმ ქალმა ეხლა ცოტა მაზალოა მაგაზე ლაპარაკი იმიტომ რომ ის არის მაგრამ მილოშ ფორმანს კარგად ვიცნობდი მანამდე რა და მილოშ ფორმანი ჩვენთან სახლში ბევრჯერ არის ნამყოფი რა და კარგად ვიცნობდით რა გერმანიაში ხო მაგრამ იქ რომ შევხვდით იქ ნუ იცი რა ეს რეჟისორებთან ყველანი ეს ბობრაფელსონი და მილოშ ფორმანი ყველანი მაგათთან ერთი ისა გაქვს ვახშამი გაქვს ადილი გაქვს შეხვედრები გაქვს ნუ ინტერვიუები გაქვს მთელი ამბები იქ ფანტასტიკა ხდება მთელი ამბები ეს ხო და ეხლა ყველას გვარებს რო ჩამოვთვალო ვისთან ამაქვს ფოტოები გადაღებული და ვისთან ვსადილობდი და ვისთან ინტერვიუები მქონდა და ვინ დამყვებოდა კიდე ვინ იყო ჩემი გამყოლი იქა მოკლედ შორს წავალ ძალიან შორს წავალ მაგრამ ისინი აღარ არიან რაც მთავარია ის კაგებეშნიკები აღარ დაგყვებიან ხო არა აი ხალხი რა კაგებეშნიკი არა კაცი კაგებეშნიკს რა უნდა ხო და ესე იგი ისა შეიძლება იყვნენ ახლა ეგენი ხო ყველგან არიან და ეგენი ყველგან არიან ამიტომ არ ვიცი ესე იგი იყვნენ იქ თუ არ იყვნენ მაგრამ მე ვერ ხედავდი ხო და რისი მოყოლა მინდოდა რაღაცის მოყოლა მინდოდა საინტერესო და დამავიდა სადღაც გავაკეთე კაგებემ სადღაც აკად შეგიშალა ოსკარების საღამოებზე საუბრობდით იქ ვახშმები მოკლედ кайიყო ხო და მილოშ ფორმანი ნანა პირველად არის ჩვენს ისტორიაში ჩეხური ფილმი ნომინაციაზე I'm very sorry ხო არა უკვე აი ეს სადილზე მეუბნება რა პირდაპირ ჯერ არაფერი გამოცხადებული არ არის ჯერ არაფერი და მივხვდი რა ხო და ეს ყველანი ნაპირზე ხუთივენი სხედვართ ნაპირებზე ვინც ნომინაციაში გავედით ხო და რო გამოაცხადეს ჩეხ რესპუბლიკა და აი ის ქალი ვისაც თანაც ჩვენ პირველად გავაგზავნეთ ფაქსები ვინც იყო ჩვენი მერე ბოლომდე ბალერშიკი რა და აი იქიდან მიყვირის ნანა აი ესე რამოდენიმე კაცის მერე იჯდა ჩემს რიგში ნანა ნანა გაგქურდეს იცოდე შენი იყო
ნუ მე სიამოვნა. რომ მითხრას მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მე მითხრა რომ დაახლოებით 1-2 ხმით. აღმოჩნდა ანუ ჩეხებს მიცეს მაგას. ფორმანის ავტორიტეტმა ხო არ იმუშავა. ესე იგი, გესმის მთავარი გმირი, მთავარი როლის შემსრულებელი ის კაცი, რომელიც ის იქ რა ფილმი იყო, რა მოიგო. ყოლა, ესე იგი, ამ რეჟისორის მამა, ახალგაზრდა ბიჭია, რეჟისორის მამა, რომელიც მთავარ როლს თამაშობდა ფილმში, ამ იმასთან მილოშ ფორმალთან ერთად დაითესა ჩეხეთიდან და ერთნაირი ისინი იყვნენ რეჟისორები, ეს დრამატურგია და კინოაკადემიის წევრი და მთელი ამბავი და თავისი მთელი ამბები. თავისი ბექგრაუნდი ქონდა მაგას. თავისი ბექგრაუნდი. არის კულუარებია. არა, კულუარებია რამხელა იცი, რას ლაპარაკი. და პოლიტიკა და რა მილიონი აბა, რას ლაპარაკი. დღეს ალბათ. იმიტომ ვიძახი ძალიან გამიკვირა ნომინაციამდეც მისვლა. ნომინაციამდე მისვლა 365 ქვეყანიდან. ხო, არა. ეს არის სასწაული, ხო. მე კიდე სულ დღევანდელ დღეს ვუბრუნდები, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ, აი ასეთი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობა კინემატოგრაფიული საქართველოს დღეს ჰყავს და არ აქვს საშუალება რომ თავისი სიტყვა თქვან, თავისი ფილმი გადაიღონ და ქართული კინო, ქართულ კინოზე აალაპარაკონ მსოფლიო. შეუძლიათ. პოტენცია არის. იმიტომ რომ ნიჭიერი კინემატოგრაფიული ერია და ის რომ აი არანაირი საშუალება დღეს არ აქვს რომ კინო დღეს ჩამკვდარია რომ კინოცენტრი მე არ ვიცი დღეს რას აკეთებს შეიძლება ერთ ფილმსა თუ ორ ფილმს აფინანსებს ამ 4 წლის განმავლობაში მაგრამ არ ვიცი ეს არის ბოროტმოქმედება რომ აი ასეთ ნიჭიერ ერს როგორც დღეს ჩვენი მე ვიცი რამდენი ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორია დღეს რომ საშუალება და შანსი არ აქვს კინოს გადაღების ეს არის იმხელა ცოდვა რეზო ჩხეიძე აი ასე უვლიდა გვერდს ყველანაირად საბჭოთა კავშირს მე მესმის შეიძლება საგარეო პოლიტიკა რთულია დღეს მსოფლიოში მაგრამ შინაგანი კულტურა შენი შინაგანი პოლიტიკა და შენი შინაგანი კულტურის გაფრთხილება და მოვლა ეს შენი საქმეა ქვეყანა ქვეყნის საქმეა გაიგე აი ამაში არავინ არ გერევა აი თქვენი მონაყოლიდან ახლა შემიძლია რაღაც დასკვნა გამოვიტანო მე სოხსაც ახალგაზრდამ დღევანდელობაში რაში ცხოვრობდა რაც გავიარეთ შემიძლია ალბათ დანამდვილებით გითხრათ რომ ქართულ კინოს კომაგები აკლია აი თქვენ თუ ყავდათ ამდენი კომაგი იყო ქართული კინოსი და ნუ მართლა იყვნენ ადამიანები ვისაც უნდოდა რომ ახალგაზრდებს კინო გადაეღო. კი, კულტურის მინისტრს უნდოდა. კინოცენტრი მაშინ არ არსებობდა. კულტურის მინისტრს უნდოდა, კინოსტუდიის დირექტორს უნდოდა, რეჟისორებს უნდოდა, ხალხი იყო და რა იცით ქვეყნის მართლობას, მთავრობას უნდოდა რომ ქვეყნის კულტურა ძლიერი ყოფილიყო დანარჩენებს სამწუხაროდ ეგეთი ხო ეს არის არ მიფიქრე ხო კომაგები მაშინ ბევრად მეტი იყო ანუ რაღაცა ის იყო იქ რაღაც კინოკომიტეტი ყველგან იყო ტიპი რომელსაც რაღაცა კაკო დვალიშვილი იყო კომიტეტი ფანტასტიკური კაცი იყო ისიც რაღაცნაირად ყველანაირად ცდილობდნენ რეზო ჩხეიძესთან ერთად რომ გვერდია კულტურის მინისტრი უნდოდათ ხო უნდოდათ ყველას და ბოლო-ბოლო შევარდნაძეს უნდოდა და საგარეო პოლიტიკა სხვა რამეა იქ მე საერთოდ პოლიტიკაში ვერ ვერევი იმიტომ რომ არც ვერ ყვევი და არც არ ვიცი რა არის სწორი და ამაში მე ემოციური ადამიანი ვარ მაგრამ ხელოვნება კულტურა ეს ხო შენი შინაგანი შემოსავლელია შენი საქმეა რა და კულტურის გარეშე შეიძლება საქართველოს არსებობდეს და კინოს გარეშე და საერთოდ კულტურის გარეშე არსებობდეს საქართველოს დღეს არ შეიძლება დღესთან სხვა პრობლემა გვაქვს ხო იმის გარდა უფულობას გვაწუხებდა ეხა დაემატა რაღაცა უაზრო საერთოდ ქვეყანა რა დღეშიც არის რომ საწავალ და როგორ წავალთ ნახოთ კინოს ფაქტია რომ ძალიან
დამოკიდებული ანუ კინოცენტრი რომელიც თქვათა შორის თქვენმა თაობის ხალხმა ხო ჩვენ დავაარსეთ მე კინოცენტრი იმიტომ რომ ფრანგები ჩამოვიყვანეთ მთელი თავის პროგრამებით მთელი დელეგაციები იყვნენ ააწყვეს გერმანელები ჩამოვიდნენ ააწყვეს ყველაფერი და კინოცენტრი ძალიან სერიოზული სტრუქტურა იყო თავარი ის იყო რომ დამოუკიდებელი პირველი ჩაიდო კანონის საფუძველზე დაარსებული ორგანიზაცია, რომელსაც თავის კანონი აქვს, ეგეთი ბევრს არ აქვს, ბევრმა არ იცის ეგ ამბავი. ეს არა ჩვეულებრივი სტრუქტურა და კანონის საფუძველზეა დაარსებული და პირველი იმაში დევს, რომ დამოუკიდებელი უნდა იყოს და კინემატოგრაფისტებმა, ხო, სახელმწიფო უნდა აფინანსოს და კინემატოგრაფისტებმა მართონ და ეს მოიშალა და მაგის მოშლას მოყვა ძალიან ბევრი, თორე პრობლემები ალბათ იყო კი, ალბათ კი არა, ყველა ვარიანტში იყო და პრობლემები ყოველთვის იქნება და არის. აი ეს თავარი წაართვეს ახლა კინოცენტრს და წაგვართვეს კინემატოგრაფისტებს, რაც იმედია და რა ვიცი, აგერ მიდის ჯერჯერობით ეს ბრძოლა და შენც ხარ მაგაში ჩართული და ჩვენც ვართ და ყველა ვართ ბევრი ადამიანი ვართ, ყველა სამწუხაროდ არ ვარ. ყველა ერთად რო ვიყოთ, სხვანაირად ვიქნებოდა. მაშინ სხვანაირად ვიქნებოდა. და როგორც არის შტრაიკბრეხერები ყველგან არიან. ყოველთვის არიან და ხო იცი ციხე რო შიგნიდან ტყდება. ასვიზავთ უკეთესი მომავლის იმედით. მე მგონი ნანა რა არის იცი ჩვენ რო გავაგზავნოთ ახლა შენი კიდე ძალიან დიდი ბიოგრაფია გაქვს და ის, მაგრამ აქ რაღაცნაირად ის ვქნათ, ხო? იმიტომ რომ ძალიან გრძელი ხო აუტანელი. არა აუტანელი არა ძალიან საინტერესოა, შეგვიძლია და მაყურებელიც არ ვიცი რომ ნახავს მე კომენტარებში. ნამდვილად ვიცი. მე დავჭრით კიდევაც პატარა ვიდეოებათაც დავდებ და მე მგონი ძალიან ბევრი ეგეთი ეპიზოდი იქნება. ერთი კითხვა მე პირადად მინდა რომ დაგისვათ, აი ბლიცივით ვაკეთებით ხოლმე, ხა ბლიცს აღარ გავაკეთებთ, უბრალოდ ეს კითხვა იყო ბლიცში და რატომღაც ყველა რეჟისორისგან მაინტერესებს ამაზე პასუხი, რომ აი უცხოელს რომელი ფილმით გააცნოდით საქართველოს, ანუ რომელიც არ არის ნამყოფი და რომელი ქართული φιλმით გააცნოდით საქართველოს. შეგიძლიათ დაფიქრდეთ. ნებისმიერი პერიოდის, რა თქმა უნდა. აი თქვენთვის რომელი გამოხატავს ყველაზე მეტად ამ ქვეყანას, რომელი ფილმი? თავისი თუ სხვისი? არა, ჩემი არა. არა. მიხუმრე ხა რა იყო? ქართული. რატო არა რო? ხატრული? არ აქვს, თუ გინდათ დოკუმენტური. არა, დოკუმენტური ბევრია. საინტერესო, იმიტომ რომ დოკუმენტური ფილმები ხო, ნუ და თან მით უმეტეს დღეს დოკუმენტური ფილმი დამოუკიდებლად რო იღებენ ეს ფანტასტიკური ჩვენი დოკუმენტალისტი ძირითადად გოგოები. კი ბატონო. ეს აღსანიშნავია. ხატრული ვთქვა. და მხატრული. რა ვიცი, ალბათ იყო შაშვი მგალობელი, ძალიან ქართული ხასიათია. ალბათ აბსურდის და აი ეს მართლა აბსურდის აპოფეოზი ცისფერი მთებია. ალბათ კიდევ აი ისეთი, აი დღევანდელი დღის საქართველოს რომ გააცნო კიდე არა, აი ხლა რა არის, ნახეთ, არის ტურისტული საქართველოს, არის რეალური საქართველოს. არის ისეთი რა ესეთი რა აფიშული და არის ესე იგი, რა ვიცი, თუ ისე ისტორიულად გინდათ მართალია, მე შეიძლება ერთი ჩემ ფილმსაც გეტყოდით, ეს არის ღვინოზე. ღვინის ნულოვანი მერიდიანი დოკუმენტური ფილმი, იმიტომ რომ იქ ძალიან საინტერესო პიროვნებები მოვასწარი და გადავიღე. ისტორიკოსები, მეღვინეები, ღელოვნებაცნ, რაღაც იცი ძალიან და ღვინო და საქართველოს ძალიან ისეთი იქ ისეთი იყო რა, უფრო პატარა ესეთი რა მართლა ბლიც ექსკურსია საქართველოს ისტორიაზე, სადაც მარიკა ლორთქიფანიძე ლაპარაკობს. ნუ მოკლედ არ ჩამოვთვლი იქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ლაპარაკობს და ძალიან საინტერესოდ გადაღებული საინტერესო ვიზუალურად. თუ ამთავრეთ, ბარემ და ასე რომ, მაგრამ როდესაც რეალური ნახატი გინდა დაინახოთ დღევანდელი ჩვენი აბსურდისა, მე მგონი ხასიათი ეს არის იყო შაშვი მგალობელი და სიტუაცია ცისფერი მთები. შესანიშნავი პასუხია, ნამდვილად შეგვიძლია სრულყოფილად ჩავთავოთ. და ბოლოსთვის აი კოტეს თუ შემდეგ რამე არა აქვს დასამატებელი, 3 ფილმს უტოვებთ ხოლმე მაყურებელს. თქვენგან რეკომენდაცია რომელიც იცი რა რთულ შეკითხვას მისმენთ. რატო იცით ეს 3 ფილმი, ასეთი საყვარელი 3 ფილმი.
მე პერიოდებში მაქვს საყვარელი ფილმები, არ ყველა შემიძლია. ეგრე ვართ. აი ეხლა რომელ პერიოდში ხართ საინტერესო. აი ბოლოში ახლა ახალი ფილმები და არა, საიდანაც გინდა. კინო, სოფლიო კინოს საიდანაც გინდა. შეიძლება ახალი მოგინდეს. სოფლიო კინოს ისტორიიდან? ლუმიერებიდან შეიძლება დასახელოს. სხვათა შორის ლუმიერებიდან თუ დავიწყეთ, არა? არა, ისე გეუბნებით რა. არა, მან არის. ისა თულია. ძალიან. მაგრამ მოგწერე მე შენ. ხო, მაგრამ დამავიწყო და ეგ შეკითხვა რომ მომწერე. სამი ფილმი მე ყველაზე რთულია. მეცით მე შემიძლია სამი რთული ფილმი არ ვიცი. მე შემიძლია ის რეჟისორები გითხრათ, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ ეხლა დღეს ეს შეიძლება დღევანდელი მაყურებლისთვის არავინ არ იყო. იმიტომ რომ იმის მერე იმდენი გენიალური რეჟისორი გააჩნია, რა ვიცი, რატო რა არის რომ. პირველი სიყვარული რაღაცაც ქვია, ხო, რაღაც. კი ბატონო. ეს არის მოიცადე ლუმიერ დამოგვარი და მეორე მითხარი და ხო ეხლა ეს არა ეხლა რა შეიძლება საქმე მაგალითად მე როგორც კინემატოგრაფი ჩემთვის აი ხომ ლუმიერის კინოა და მელიესის კინოა ხო მე მელიესის კინემატოგრაფში ვარ შეყვარებული და ისა და აქედან გამომდინარე არის ჟან ვიგო არის თავისი ატალანტათი და ნული ყოფაქცევაში და ნიცი აპოვდო ნიცის ცხოვრება ნიცის ცხოვრებაა თარგმნილი ასე ხო მე ასე ვიცი ხო და ესე იგი ნუ ფელინის ყველა ფილმი არ არის თუმცა ბევრია ჩემთვის მაგრამ ყველაზე მაინც ლასტრადა რა არ ვიცი ეს რა ქვია გზაზე გზაზე ასე თუ გზა რა ვიცი ხო აი ესე მე აქეთ თუ წამოვედით უფრო აქეთ ჯონ ფორდის ტაბაკა როდ მე უფრო აქეთ მოვდივარ ნელ-ნელა მოვდივარ რა აქეთ მე ნუ არ ვიცი ვაიმე და დღეს იმდენი საინტერესო ფილმია იმდენი ნუ აი ვიმ ვენდერსის რამოდენიმე ფილმი ძალიან მიყვარს ბოლო ფილმი თუ ნახეთ ვენდერსის აი შესანიშნავი Perfect Days Perfect Days რას ლაპარაკობ მაგის მე კიდე გადაიღო არა კიდე გადაიღო არა კი გადაიღო ეს არის საუთ მე კინოს არსი არის ფანტასტიკური კინო ეს არა იაპონიაში იაპონიის ტუალეტების მრეცხავი ხო მე არ მეგონა ეს კაცი მსახიობი თუ პროფესიონალი მსახიობი ძალიან ეს არის საოცარი ფილმი ფანტასტიკური არა ნუ მე პარიზ ტეხასი ჩემთვის ნუ ეხა ეგრე ნუ საბერლინის თავზე ჩემთვის მაინც ცა ხო აი მე პარიზ ტეხასი მე არ ვიცი ხო პარიზ ტეხასი ისე მომეწონა მოდი ვენდერსი ვჭია პლიანად არა რა მაგრამ რა არის ახლა დღევანდელი რეჟისორის არის ახლა ვენდერსი და ისიც ახლა რა ვიცი აი იშტვან საბობრო გააკეთა თავისი მეფისტო არა ახლა აი რა მინდა მეფისტოზე გითხრათ და დღევანდელ ხელოვნების წარმომადგენლებს მინდა მივმართო და ვთხოვო ნახონ ეს ფილმი. აი, მოდი მაგაზე დავამ კინოს რო უყურებდნენ ამ არის თავარი ისეთ გაუშვა. დღეს ისეთი აქტუალურია ისე დღეს მეფისტო რომ მე ძალიან მინდა რომ ყველა რეჟისორმა თუ ნუ საერთოდ ხელოვანმა ნახოს მეფისტო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა აი 2 საათი შეგვისრულდა გადაცემით და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ხალხო ამ ეპიზოდს რო უყურეთ მე ნახეთ გამოგვიწერეთ დაგვალაიქეთ გამოიწერეთ არხი თუ გინდათ რომ ნახოთ ესეთი საინტერესო აი ხლა აღარ მინდა ჩაწერო ლაიქს უნდა დააჭირო იმაზე საათ YouTube-ზე და გამოწერა და subscribes დააჭირო და ეგ არის subscribes და YouTube-ში likes კი ბატონო აი და როგორ და მეოთხე კედელი აი ესე გამოვიწერ ქართულად თუ ქართულად მეოთხე კედელსო ჩაწერ ამოგიგდებს კი და ჩვენ სახეებსო დაინახავ მიხვდები რომ თქვენ ახავთ